მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. ასევე ჩვენი პარტნიორი არის Classroom-G, ეს არის ახალი პლატფორმა, სადაც სტუდენტები და მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს და შეგიძლიათ თქვენც დარეგისტრირდეთ და გამოიყენოთ პრომო კოდი, რომელიც მითითებული არის პოდკასტის აღწერასა და კომენტარებში. ჩვენ ამ ეპიზოდს ვიწერთ Sensor podcast სტუდიაში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის გიორგი უგულავა, პირველად სტუდიაში ჩვენთან. სტუდიაში პირველად. კი, ისე ძალიან ბევრჯერ ყოფილა სტუმრად პოდკასტში, მაგრამ დღეს პირველად სტუდიაში. ჩვენ გეხსოვებათ ერთგულსმენელებს, რომ ძირითადად ანტიკურ თემებს ვიწერდით ხოლმე, ჩაწერილი გვაქვს ბერძენ-სპარსელთა ომები, პელოპონესის ომი, ანტიკური კავკასია, რომი და კავკასია რამდენიმე ნაწილად, თანაც ძველი ეპიზოდები და სხვა შორის, აი სვენერს მოუწოდებ, ვისაც ანტიკური ისტორია გაინტერესებთ, ძველ ეპიზოდებს გადახედეთ, ხომ ბევრი საინტერესო თემა გვაქვს ჩაწერილი მაშინაც. მგონი სულ პელოპონესის ომი გქონდა ჩვენ. ბოლო იყო პელოპონესის. ხო, დღეს აი მინდა რომ ერთ ძალიან საინტერესო წიგნზე ჩავიწეროთ ეს ეპიზოდი და თანაც ამ თემას შევეხოთ, რა თქმა უნდა, ეს არის რომაული ცივილიზაცია, რომელიც წელს გამოიცა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. ეს არის რისმა გორდეზიანისა და გიორგის ერთობლივი ნამუშევარი. პრინციპში რისმა გორდეზიანის ბოლო წიგნიც ქართულ ენაზე, რაც ჩვენ შემთხვევაში დაგვრჩა მისგან, იმიტომ რომ რისმაგი იყო ძალიან დიდი ქართველი მეცნიერი. ფაქტობრივად არ აქვს მნიშვნელობა ისტორიასთან რამე კავშირი აქვს თუ არა ადამიანს, მაინც იცის მისი სახელი საქართველოში, იმიტომ რომ მე ძალიან ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ჯერ კიდევ მისი წიგნი ბერძნული ცივილიზაცია, რომელიც აი რაღაცნაირად აი რადგან ანტიკურობა ძალიან მაინტერესებდა, ჩემი სამაგიდო წიგნი იყო ხოლმე ერთ-ერთი, განსაკუთრებით მიყვარდა ეს ილუსტრირებული ვერსია რომ იყო გამოცემული ძველი და მე სხვადასხვა ბაკურ სულაკაურის გამოცემამ გამოსცა რამდენიმე ნაწილად. მეორე და მესამე, ანუ პირველი იყო უფრო კლასიკური ეპოქით შემოიფარგლებოდა და დაემატა ელინისტურიც და თან დაემატა მეორე განახლებული, ანუ სამტომეული არის ბერძნული ცივილიზაცია. რაც უნდა ითქვას, თავარია რისმა გორდეზიანი იყო საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი, იყო ჰომეროლოგი. მაგრამ ძალიან დიდი და ფართო გაქანების კაცი იყო. ამ სერიის წინა წიგნი მაგალითად არის ეკატერინე კობახიძესთან ერთად მაგმა გააკეთა ეტრუსკული ცივილიზაცია. ეს ეხან გიყურებდი ეს ბოთლი რო და კი მიკვირდა რომ ეხა შუა დღის საათი ამას რო ვიწერთ და მეთქი ეხა შუა დღეს ამის დალევას თუ აპირებს ცოტა ამ სამშუა სამუშაო კულაში და შეფუთვა აქვს ლამაზი ნამდვილად ყურადღებას. კი, ნამდვილად და ისტორიასთან ახლოს არის. ეს თავარია. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ნუ ეს ბოთლი შენია. სტუდიურ რეჟიმში. მე მგონია ხო, მადლობა. სტუდიურ რეჟიმში პირველად შევხვდით. ერთი მხრივ ეხა შენ ეგრევე ბატონი რისმაგის კუთხით ახსენე და ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ არ მახსოვს ადამიანი, ვისაც ასე ძალიან ყვარებოდა წიგნი. ანუ იყო უაღრესად თავდაბალი ადამიანი და ერთადერთი რითიც ძალიან გულწრფელად უყვარდა ხოლმე თავის მოწონება, ეს არის რომ ქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა. და თავიდანვე ძალიან მინდოდა და გვინდოდა და მასაც უნდოდა რომ ბოლომდე წიგნად დასრულებული ფორმით ენახა, როდესაც ის წავიდა, ეს იყო დღე, როდესაც მან დაადასტურა ტექსტი. თვითონ ანუ ეს არის ბეჭდებოდა საქართველოში და როდესაც გაუშვით სახამოს ველოდებოდი რომ დარეკავდა და აღარ დარეკა. ძალიან გამიხარდებოდა რომ ენახა წიგნის ფორმითაც, თუმცა ზუსტად იცოდა რომ ყველაფერი წესრიგშია და დაიბეჭდებოდა. მოკლედ ცოტა საწყენი მხარეც აქვს ამ წიგნის ისტორიას პირადად ჩემთვის, მაგრამ რაც არის ახლა რაღაცებზე გავლენა არ გვაქვს ადამიანს. როცა ამდენი წლის მანძილზე ხელმძღვანელი ლექტორი და შემდეგ არის, ხო, და რა თქმა უნდა, მისი ბოლო ნაშრომი არის, ესე გამოვიდა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველას ვისაც საქართველოს ანტიკური ისტორია აინტერესებდა და ზოგადად, რა ვიცი, ცივილიზაცია მთლიანად. ზოგადად მთლიანობაში, ხო? ძალიან დიდი გაქანების კაცი იყო, ხა შეიძლება ეტრუსკოლოგი ახსენე, ანუ ბევრი სხვადასხვა მიმართულება ქონდა კვლევის და ამითიც გამოირჩეოდა. ხა არიან ხოლმე შეიძლება იყო ძალიან დიდი მკვლევარი ერთ კონკრეტულ საკითხზე. რისმაგი იყო აი მართლა მსოფლიო კლასის ჰომეროლოგი, მინახავს ევროპულ ბიბლიოთეკებში, რომ აი არც ერთი ქართველი მეცნიერის წიგნი შეიძლება არ იყოს და იდოს რისმაგის წიგნები ჰომეროლოგიაზე და არა მხოლოდ, წერდა გერმანულადაც, ანუ ეს არ იყო მხოლოდ კი, ამიტომ თქვი საერთაშორისო კი, ნამდვილად საერთაშორისო, ანუ ისეთი ისტორიული მასშტაბის ჰომეროლოგი იყო. და ამას მოყვა მთელი ანტიკური კულტურის და ცივილიზაციის შემსწავლელი არაერთი მონოგრაფია. ნუ და მეორე მხრივ ხა შენ ახსენე რომ პრინციპში 20 წელი და მეტი
მქონდა იმის პატივი, რომ მისი სტუდენტი ყოფილიყავი ყველა ეტაპზე სულ. და ხანდახან არის ხოლმე რომ შეიძლება იყოს ძალიან დიდი მეცნიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იყოს ძალიან კარგი მასწავლებელი. ხანდახან ხო კვლევა და ცოდნის გადაცემა სტუდენტებთან ურთიერთობა სხვადასხვა ასპექტი შეიძლება იყოს. კი, ძალიან დიდი განსხვავებაა ხო. დიდი განსხვავება. გარდა იმისა, რომ ძალიან პროდუქტიული მეცნიერი იყო და რამდენი განსხვავებული ხა მისი მაგალითად ბერძნული ლიტერატურა არის წიგნი, რომელზე უკეთესადაც მე არ მჯერა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება დაიწეროს. ანუ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოდ დაწერილი წიგნი არის მისი ბერძნული ლიტერატურა. და მეორე მხრივ ქონდა ეს, რომ ეხლა რასაც ყვები და ჩემთვის რასაც ნიშნავდა, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის იგივე ისტორიას. იყო რაღაცნაირი განმანათლებელი, ძალიან ბევრი მოწაფე ყავს, სტუდენტი ყავს და არასოდეს არ ეზარებოდა ბაკალავრიატის დონეზეც, როგორც წიგნი უყვარდა, ისე უყვარდა, რომ მისი სტუდენტი პირველ კურსზე, მეორე კურსზე რაღაცას აკეთებდა, დაჯდებოდა, ხელით შეგისწორებდა. ძალიან ბევრი ისტორია, როცა თავის სტუდენტებს სახლში ტოვებდა, ემუშავად, შეიძლება თვითონ წასულიყო და მისი ბიბლიოთეკით გამოყენების საშუალებას აძლევდა. მე და შენ სხვათა შორის მე მითხრა მაშინ, შენ ოდნავ რამდენიმე წელია ჩვენ შორის ხოობა, შენ ფრონტინუსი თარგმნე, როგორც მახსოვს და ესეთ ერთი სტუდენტია მოსულიო, რაღაცა თარგმნაო და გეხვეწები გადახედეო. ზუსტად მახსოვს, ჩემი და შენი შეხვედრას, თორე ეს ფრონტინუსი რო წავიკითხე, ძალიან მომეწონა. თავიდან ახლა რისმაკთან იყო ხოლმე, რომ ბევრი განსხვავებული ხალხი მოდიოდა, ხანდახან განსხვავებული იდეებით. ხანდახან ეს იდეები არც თუ სერიოზულად გამოიყურებოდა და შენზეც რომ მითხრა, მახსოვს პირველი ემოცია რომ ნეტა ვინ არის? ნეტა რა. მაშინ ბაკალავრიატის სტუდენტი ვიყავ. კი, ზუსტად და რაც ქონდა გარდა იმისა, რომ იყო მართლა ძალიან დიდი მასწავლებელი და ეხა მისი ლექციაც ხო, ეხა შეიძლება მაგრა წერდე და მაგარი კვლევები გქონდეს, მაგრამ შენი ლექცია, ანუ ცოდნის გადაცემის მისი ლექციები მართლა ხელოვნების ნიმუში არის. შეიძლება ყველა აუდიტორიისთვის განსხვავებულად ელაპარაკე, ხარო გარდაიცვალა მე სულ ატრიალებდნენ მის ფრაზას, რომ ევროპა არის იდეა და ძალიან მარტივად გასაგებიანით ხსნიდა. და ერთ-ერთი რაც ძალიან უცნაურია და ცოტა ეს სტანდარტულად ვერც ახსნი, არის ის, რომ იყო კაცი ძალიან ფართო ხედვით, რას გულისხმობ. შეეძლო ისეთი რაღაცების დანახვა და ძალიან ბევრი ადამიანი დამემოწმება ამაში, რაც visionary-ასაც ქვია, vision, ანუ მაგალითად მე როცა შევხვდი პირველ კურსზე და თვითონ მთხოვა რომ გაგვეკეთებინა რაღაცა თემა ალექსანდრე მაკედონელზე და გლობალიზმზე, ანუ შენში ხედავდა ისეთ თვისებებს და მის სტუდენტებში, ბევრში, ყველაში, რაც შეიძლება შენ საკუთარ თავში არც დაგიჭირა. და რაღაცა ესე მოხდა, რომ რომელი წელი იყო შენ როცა მოხვედი 2010 წელი იყო, მაგრამ ეგრევე მიხვდა, რომ ოკეი, ეგ რაღაცა საინტერესო ხდება და ღირს ამას მიუყვეთ. ძალიან კარგი ორგანიზატორი იყო და სხვათა შორის ასევე რაც არ არის ხოლმე ხშირი დიდი მეცნიერისთვის, ძალიან დიდი ინსტიტუციური საქმეების კეთილი ინსტიტუტი შექმნა, მთელი კათედრა და დიდ მეცნიერთან ერთად იყო ძალიან კარგი ორგანიზატორი და მენეჯერი. რაც ასევე არ არის ხშირად, ხო? რა თქმა უნდა. ცირა არის, მე მაგალითად ხა ბავშვობიდან ვიცნობდი მის ზოგიერთ ნაშრომს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ხოლმე მაშინ, იმიტომ რომ მე ქარელში მაქვს სკოლა დამთავრებული, ადგილობრივ ბიბლიოთეკას სტუმრობდი ხოლმე და იქ მოვიძიებდი ხოლმე თუ რამე მაშინ ჩამოდიოდა იქამდე ამ შემთხვევაში, ან ძველი გამოცემების რა თქმა უნდა, რაც იყო. აი მაშინ მახსოვს მესამე კურსზე ვიყავით, როცა ფრონტინუსი მომზადეთ, ეს არის სექსტუს იულიუს ფრონტინუსის სტრატეგემები, რომაული სამხედრო ტრაქტატია, რომელშიც რამდენი 4 წიგნად არის და დაყოფილი და თითოეულში რამდენიმე თავად კიდევ და ახსნილი არის სხვადასხვა სამხედრო მოქმედებები წარსულში, თავის დროში, თუ რომელი მხედართმთავარი როგორ სიტუაციაში როგორ იქცეოდა. მოკლედ თქვა სახელმძღვანელო არის, ხო ეს და მე და ჩემმა მეგობარმა ლევან ტავალაშვილმა მოვამზადეთ თავის დროზე ამის თარგმანი, გავუკეთეთ კომენტარები დაურთეთ, ყველაფერი მაქსიმალურად მივიყვანეთ იქამდე რომ გამოსაცემ კონდიციაში ყოფილიყო და მაშინ ფიქრობდით რა გავუკეთებინა და მე მაშინვე ვთქვი რომ ლოგოსმა უნდა დაბეჭდოს მეთქი ეს, იმიტომ რომ მაშინ თესეუში სწავლობდით და ლოგოსი, რომელიც არის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე ხომ თავარი გამომცემლობა, რომელშიც იბეჭდება ხოლმე წიგნები, იმიტომაც გადავწყვიტეთ რომ პირდაპირ მოგვეტანა მაშინ ეს ხელნაწერი, მაშინ დაგველაპარაკა, ძალიან დაინტერესებული იყო თვითონ, მარტივად მოხდა ძალიან ყველაფერი, გამომზადეთ ბოლომდე მივიყვანეთ და დავბეჭდეთ კიდეც, მაშინ გამოიცა ეს წიგნი, დღეს შესაძლოა ბევრი ეძებს ხოლმე. კი, იმიტომ რომ იშვიათი ავტორია და საინტერესო, იმიტომ რომ მისი პერსპექტივა ანტიკური
ისტორიის თუ ამ სამხედრო კულტურის ახმის არის საკმაოდ იშვიათი. არის ეგეთი ბერძნულენოვანი პოლიენოსი, რომელიც ცოტა გავს ფრონტინუსს ასევე გამორჩეულია, მაგრამ ფრონტინუსის ტექსტი არ არის ყველაზე კარგად გამოკვლეული და თავისი ახმის პერსპექტივით არის ძალიან საინტერესო. მეც ომის ევოლუცია მაქვს ასეთი საგანი და იქ ვიყენებ ხოლმე ნამდვილად ამას. თანაც აი ძალიან სწრაფად თუ გჭირდება რაიმე მსგავსი მაგალითის მოძებნა, როდესაც შედარებით მსჯელობას იწყებ ამა თუ იმ სამხედრო მაგალითად კამპანიაზე, ხო? ძალიან მარტივია ფრონტინოს შეგიძლია ნახო იგივე სიტუაციები სხვადასხვა დროს. ანუ მე მგონი ძალიან უნიკალური რაღაცა. კავკასიის ისტორიის დაკავშირებითაც აღწერს იქ ალბანებს აღწერს, რაც არ არის ყველაზე უფრო ესეთი ყველაზე კარგად გამოკვლეული საკითხი ხოლმე და ხო, პომპეუსის ლაშქრობა აქვს. პომპეუსის ლაშქრობას კარგად აღწერს და განსხვავებული კუთხით არის რაღაცები, რაც მას აქვს და მაგალითად პლუტარქოს არ აქვს. ხო, ნამდვილად საინტერესო ტექსტია. აი რაც შეეხება აი ამ წიგს უკვე რადგან ეს არის ჩვენ ძირითადი თემა და რადგან რომაული ცივილიზაციაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია უკვე ამ ეპიზოდში ვეცდები რომ აი თვითონ აი ამ წიგნის ძირითადი შინაარსიდან გამომდინარე განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი. ზოგადად ჩემი აზრით ასეთი სათაურით წიგნის გამოცემა რომაული ცივილიზაცია, ხო, ერთი შეხედვით შეიძლება გულისხმობდეს რაღაცა მრავალტომეული თითქოს რა ვიცი, რაღაცა სერიის გაკეთებას, ხო? იმ ხელა თემაა, ხო, რომაული ცივილიზაცია. წარმოვიდგინოთ ახლა სარჩევში რომ ნახოთ თითოეული თემა ცალკე ტომი არის ფაქტობრივად. თითოეული თემაზე შეიძლება ტომები ცალკე გამოცემა. ანუ თავარი გამოწვევა არის ხოლმე, რომ ეს არის ფართო მკითხველზე, ეს არ არის სამეცნიერო, ეს არის სამეცნიერო პოპულარულ ჟანრში რაც გადის და როცა ასეთ რაღაცას აკეთებ და ეხა ეს არ მოგვიგონია ჩვენ, ეხა არსებობდა ბერძნული ცივილიზაციის 3 ტომი, ეტრუსკული ცივილიზაცია, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი პერსპექტივა ნახო. ანუ ეს არ უნდა იყოს არც ზედაპირული და არც ძალიან სიღრმეში არ უნდა შეხვიდეთ და დაინტერესებულ და პროფესიულად მომზადებულ, მაგრამ არასამეცნიერო კუთხით აუდიტორიას ეს უნდა სწორად მიაწოდო. ანუ აი ამ პერსპექტივის მოძებნა ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი, თორე ხა რომზე თითოეულ თემაზე შეიძლება მართლა ტომები წერო და დაწერილა და კი, ну ქართულად ახლა ისი რა არის, მთავარი პრობლემა ჩემი აზრით არის ის, რომ გვაქვს რომზე ცალკეული წიგნები, მაგრამ მე პირადად რაც მინახავს, ასაც გავცნობი ვარ და მე მგონი ყველაფერს, იმიტომ რომ, რა ვიცი, ბავშვობიდან რომზე ყველაფერს ვკითხულობ, რაც ქართულად იბეჭდება. ძირითადი პრობლემა არის მოძველებულია უმეტესობა ლიტერატურისა და აი ეს სხვათა შორის სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია მე პირადად. მიუხედავად რაც არ უნდა იმაზე ვილაპარაკოთ, რომ მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში თქვათ იყო რომელიმე დიდი ისტორიკოსი და იმან დაწერა ესა და ეს ნაშრომი და გვაქვს ქართულ ენაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1 საუკუნის მერე არ შეიცვალა შეხედულებები, არ შემოვიდა ახალი წყაროები, არ შემოვიდა არქეოლოგიური მასალა, ხო? ეს ყველაფერი მერე დროთა განმავლობაში ცვლის ტრანსფორმაციას აკეთებს ისტორიისა და ბუნებრივია ხა ამ ყველაფერს გათვალისწინება უნდა მოხდეს თანამედროვე ნაშრომებში. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ აი ახლანდელი სტუდენტებისთვის, აი ახლა ვინც დაინტერესდება რომით, ამით უნდა დაიწყოს, ასე ვთქვათ, ამ წიგნით უნდა დაიწყოს და აი ამას რო წაიკითხავს, წარმოდგენა შეექმნება რა არის რომი. წარმოდგენა შეექმნება რა არის რომაული სამართალი, პოლიტიკა, როგორ აწარმოებდნენ რომაელები, რესპუბლიკა რას ნიშნავს, იმპერიად რატო გარდაიქმნა, რომაული არმია რატო ასეთი უნიკალური რაღაცა, ხო, თავისი შინაარსით, როგორ იყო რომაული ცხოვრება. აი ძალიან საინტერესოა ჩემთვის მაგალითად ამ წიგში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავი იყო ერთი დღე რომში. სოციალური ისტორია, ყოფითი ამბები. ყველაზე ნაკლები რაც გვაქვს საქართველოში საერთოდ ჩვენ ძირითადად პოლიტიკური და სამხედრო, პოლიტიკური უფრო. სამხედრო ისტორია ძალიან ხარისხოვან დონეზეა ხოლმე რა. თუნდაც სამხედრო ისტორიის პრობლემები ჩანს იქიდანაც, რომ ეს სოციალური ისტორიის ნაკლებად ცოდნა საბოლოო ჯამში ზეგავლენას ახდენს მე სამხედრო ისტორიის სუდად ცოდნა. მაშინ არის, ანუ ეკონომიკური რეალობა განსაზღვრავს შენ სამხედრო სტრუქტურას. ზუსტად და აი ხა მე მაგალითად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ვიცი რომ ამ წიგს ბევრი წაიკითხავს. იმიტომ რომ ნუ გამოცემლობა არის ისეთი, რომელიც კარგად იყიდება საქართველოში, კარგად გამოსცემს და კარგად გამოსცემს. ავტორები არის ისეთი, ვისაც კითხულობენ, განსაკუთრებით ახლა ამ შემთხვევაში ძველი თაობამასაც იცის რისმა გორდეზიანი, ხო, ყველა მიცის და ესაბამისად ობიექტურად კი
გამორჩეულად დიდი სახელია ვინც ქართულ. კი, და ამიტომაც რა ამას რო კითხულობდი მე პირადად, ეგ შთაბეჭდილება დამჭა ყველაზე მეტად, რომ რა კარგია რომ ამას წაიკითხავს ახალი თაობაც, ძველიც ვისაც უყვარს რისმა გორდეზიანის შემოქმედება და როგორ შეეცვლება რაღაცებზე წარმოდგენა, როგორ მიიღებს ახალი ინფორმაციას და მე რაც თავარია ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ამ წიგნს უკან აქვს შესანიშნავი ბიბლიოგრაფია. მე მაგალითად ძალიან ვაფასებ ხოლმე წიგნებს, რომელსაც უკან კომენტარები და ბიბლიოგრაფია აქვს დართული. ზოგიერთი წიგნის კომენტარები, მაგალითად, ყოფილა შემთხვევა ცალკე წამიკითხავს მარტო კომენტარები და შენიშვნები, ხო, უფრო ხატრულ ლიტერატურას დაკითხულობ. ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით ანტიკურობაში, დარწმუნებული ვარ ხა იგივეა შუა საუკუნეებში და ასე შემდეგ, ხატრულ ლიტერატურას დაკითხულობ, თუ არ არის კომენტირებული გამოცემა, ძალიან რთულია გაიგო სრულყოფილად, რისი თქმა უნდა, არისტოფანეზე მაგალითად ჩემი საყვარელი გამოცემა არის დუგლას მაკდოუელის, რომელშიც კომენტარი არის 4 და 5 იმდენი რამდენის არის ტექსტი და რატო არისტოფანეს ვერ გაიგებს სრულყოფილად, თუ ან ათენელი არ ხარ, იმიტომ რომ ხა იუმორია, ხო? იუმორი ყველა შემთხვევაში ეფუძნება რას, რომ მე და შენ ნახევარ სიტყვაში გვესმის რაღაც კონტექსტი, რომლის დაღეჭვა და სრულად გადმოცემა არ მჭირდება. ამიტომ როცა არისტოფანე დასცინის კლეონს და კლეონს სახელად არ ახსენებს, შენ უნდა მიხვდე მის თვითონ ხუმრობაში რა კუთხით, რა აქცენტს სვავს. აი მაკდოუელის ტექსტში მაგალითად ძალიან კარგად არის ახსნილი და მე ხმაში დისერტაციას ვწერდი, როცა წავიკითხე და მახსოვს რაღაცა დაწერილი მქონდა, გადავხაზე, რაც დაწერილი მქონდა და ახლიდან მიუბრუნდი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან სურათს მაძლევდა და სხვანაირად ხედავდი ათენს, როგორი საზოგადოება, რატო ყვება ამას და ასე შემდეგ. ხო, არა, კონტექსტი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ მე ყოველთვის, როდესაც ვიწყებ ხოლმე რაიმე პერიოდზე საუბარს ისტორიისა, მახასიათებლებს ჩამოვთვლი ხოლმე ჯერ რა არის ამ პერიოდში ამ გარემო როგორია ამ შემთხვევაში, სოციუმი როგორია, როგორი ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს, სამხედრო სისტემა, და მე სოციალური სტრუქტურა როგორ ახდენს ზეგავლენას დანარჩენ ყველაფერს ამ შემთხვევაში, ხო? აი თუნდაც ამას კარგად აჩვენებს, მაგალითად თუ ბერძნულ ისტორიას მეყვევით, ბერძენ-სპარსელთა ომები, მით უმეტეს ბერძნული და სპარსული ცივილიზაციების ერთმანეთთან შედარება, ხო? აი ამათ შორის გამიჯვნა და ჩვენება რომელს რა მახასიათებლები აქვს, მაგალითად იქ სად იქნება დიდი იმპერიები, სად არის ქალაქ-სახელმწიფოები, იმ ქალაქ-სახელმწიფოში რატო ყალიბდება დემოკრატია, მე მაგალითად ატომ მიმდინარეობს დემოკრატიასა და აი ამ არისტოკრატ ოლიგარქიულ რესპუბლიკებს შორის დაპირისპირება, ხო, სპარტა, ათენის მაგალითზე და შემდეგ და აი რომს რაც შეეხება, რომში ალბათ აი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მაინც რომლის ახსნაც საჭირო არის ხოლმე არის ჯერ ერთი როგორ ფუნქციონირებს რომაული რესპუბლიკა, რა არის რომაული რესპუბლიკა, იმიტომ რომ რომაელებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ხო? ეგ კი არა იმპერიის 3 საუკუნის მანძილზეც ეს იყო სენატუს პოპულუსკე რომანუს, იმიტომ რომ მაინც ფორმალურად სენატი და ხალხი რომისა მიიჩნეოდა რეალური ძალაუფლების მქონეთ. და შესაბამისად აი პრინციპატის პერიოდიც ამას მოიცავს. ანუ ძალიან დიდი პერიოდია, როდესაც რომი არის რესპუბლიკა. რეალური და მე ცოტა არ იყოს ფორმალური იმპერატორებს. აქ არის 2-3 საკითხი. მოდი დავიწყებ რაც შენ წეღან თქვი და ამოვწუროთ ეს. როცა ამუშაობ ანტიკურ წყაროებსთან და წყაროებზე, გარდა იმისა, რომ კონტექსტი უნდა იცოდე და უნდა იცოდე აუდიტორია. მაგალითად იულიუს კეისარი როგორც იწყებს წერას და ამას უყვები ხოლმე სტუდენტებს, ეს არის მარტივი ენით დაწერილი, იმიტომ რომ კეისარი გალიდან ცდილობს სათავისოდ მიიმხროს რომაული საზოგადოებრივი აზრი. ეს არის ანგარიშის ფორმით დაწერილი, რიგით მას შეიძლება არც თუ ყველაზე განათლებულმა რომაელმა უნდა გაიგოს ამ ომის мотиваცია. ამიტომ ძალიან მარტივი. ციცერონის სიტყვები მოხსოვს მაგაზე რა. ამას უწაკითხავ, კალამს აღარ აიღებ ხელში. ხო, მარტივი, ანუ აუდიტორია, მარტივი აუდიტორია ყავს. ახლა როცა ტაციტუსი მაგალითად მოთქვავს რესპუბლიკაზე, გასაგებია რომ ტაციტუსმაც კარგად იცის რომ ეს რესპუბლიკა არ არსებობს. უბრალოდ ამას ქვია რაღაც ვერცხლის საუკუნის მონატრების საკითხი. ან როცა ლივიუსი წერს, ლივიუსი დარწმუნებულია რომ ავგუსტუსი არის რესპუბლიკის იდეის გამგრძელებელი. ამიტომ არის ძალიან საინტერესოა როცა თითოეულ წყაროს, ხო, ეხა ყველაზე მარტივი მაგალითები ვთქვი, თითოეულ წყაროს უნდა მიხვდე რა უნდა იცოდე, რა აუდიტორიაზეა გათვლილი და როგორ წერს. ერთ-ერთი არსებითი შეცდომა არის ხოლმე რომ ძალიან დიდად ჩვენს წარმოდგენებს რომზე განაპირობებს აი ყველაზე პოპულარული ნაშრომები და ყველაზე პოპულარული ეპოქა. აი პირველი
ძველი ტელთაღრიცხვის პირველი, განსაკუთრებით სვეტონიუსი და პლუტარქოსი. ანუ ძალიან ხშირად წარმოუდგენიათ ხოლმე, რომ რომი ეს არის აი იმპერიის ხანაში, განსაკუთრებით პრინციპატის ხანაში, იმიტომ რომ სვეტონიუსი აღწერს ამ კეისრების ხასიათს, ბუნებას, მათ მანკიერებებს, მათ რაღაც ხანდახან ავატყოფურ გადახრებს. ჭორებიც ბევრი აქვს. ბევრი ყვითელი პრესა. ანუ სვეტონიუს რო კითხულობ, გონია რომ ეს არის რაღაცა ტოტალიტარული ერთმართველობა, სადაც იმპერატორი როგორ ხასიათზე გაიღვაძებს, ამ პრინციპით იმართება. არა და აქ იკარგება აი ეს რომის მართველი ელიტები, ანუ არისტოკრატული ხასიათი. ეს სენატორული სოციალური კლასი არის ძალიან ძლიერი. რაც არ უნდა გავლენიანი იყოს იმპერატორი და იმპერიაში მამიდან შვილზე არ გადადის მმართველობა. ანუ გარკვეული კონსენსუსი გჭირდება. ჩვენ ვეძახით იმპერიას, მაგრამ ხო არის რაღაცა ისეთი სტანდარტული გაგება იმპერიის, რაც არის მონარქიული, ხო, დინასტიური. რომაული იმპერია განსაკუთრებით პირველი 2 საუკუნე. ეს არის დიდწილად კონსენსუსზე დაფუძნებული. ანუ იმპერატორსა და აი ამ სენატორულ არისტოკრატიას შორის კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ? იმიტომ რომ ეს სენატორული არისტოკრატია ქმნის მმართველ ელიტებს. თითოეული პროვინციის მმართველი, პროკონსული, ლეგატი, ჯარის მმართველი. ეს სოციალური კლასია. შენ თუ ამ სოციალურ კლასს აშკარად და ღიად უპირისპირდები, ძალიან დიდი შანსია რომ დაამთავრებ ისე როგორც კალიგულა მაგალითად. ან დაამთავრებ ისე როგორც ნერონი, რომელიც ნერონის ხოთაშორის ჩვენ გვისაუბრია. ძალიან პოპულარული იყო უბრალო ხალხში. მაგრამ ჩვენი აღქმა ნერონის ისევ წეღანას თქვი, არის ძალიან დიდწილად განსაზღვრული, როგორ აღიქოს მე სენატორული კლასი, ანუ ის კლასი, ვისაც ნერონი ებრძვის. ბედანა. მეც ადრე ერთი სტატია მას ვაკეთებული იმაზე, ქრისტიანები, ნერონი და ხანძარი რომში ესეთი სტატია მქონდა, სადაც აი ამას ხსნიდი, რომ ნერონზე გარკვეულწილად აი წარმოდგენა ჩვენი ჩამოყალიბებული არის სენკევიჩის რომანიდან ვიდრე ხვალ, სადაც ნერონი წარმოდგენილი არის რაღაც ცოტა არ იყოს უტინო ტირანად, რომელიც წვავს რომს, რომელიც უკრავს არფაზე, როცა რომი იწვის და მღერის ტროაზე სიმღერებს და ასე შემდეგ, როცა რეალურად გაცილებით ბევრად უფრო კომპლექსური ფიგურა არის, ხო? კომპლექსურია, უბრალო ხალხს უყვარს მისი პოპულისტური პოლიტიკის გამო. ეხლა გასაგებია, რომ ნერონს ეს კვეთრად გამოხატული მანიაკალური თვისებები ქონდა, რაც ეხლა ის ბავშვობა რო გაიარო, რაც გაიარა ნერონმა, ან კალიგულამ თუნდაც. ან კალიგულამ იმ პირობებში ძალიან მარტივად დასაშვებია, რომ თლად ეხლა ჯერ ძალაუფლება რართული სატარებელია ამ ხნის განმავლობაში. ეხლა მით უმეტეს როცა ამ ძალაუფლებას ხელში ჩაგიგდებენ 15-16 წლის მოზარდს, ძალიან პატარას და მით უმეტეს როცა შენი დედა აგრიპინა, იქ შენი ნახევარძმა კვდება, მამა სავარაუდოდ მოწამლეს და აი ამ დიდი ტრამების ქვეშ გიწევს. თუმცა ამის მიუხედავად ნერონი აი თავისი პოპულისტური პოლიტიკის, უფასო სადილების, ქალაქის განაშენიანების, აი ქალაქის განაშენიანებაც კი რომში გეუბნება პრიორიტეტებს. ანუ ნერონი იყო ერთ-ერთი დიდი აღმაშენებელი ქალაქის. ეხლა ცოტა უხერხულია ნერონი და აღმაშენებელი, მაგრამ ავგუსტუსის მერე თუ ვინმე ქალაქს რაღაცა შემატა, ყველაზე მეტი ნერონმა. დომუსაურია თუნდაც. დომუსაურია და როგორც კი ვესპასიანე მოდის რა შვება, რომ აი ეს დომუსაურიას მის ეზოს აძლევს ხალხს, ანუ აქცენტი იცვლება, რომ აქ რაც ხდება, ეს არის სახელმწიფოს, რესპუბლიკის. ანუ თუ კი დომუსაურია იყო აი ნერონის მანია გრანდიოზას სიმბოლო და დღესაც არის ხა რომ ჩვენს კითხულს ვეთქვი, როგორც კი ჩაისეირებენ ფორუმზე, სანამ გადაუხვევენ ხელ მარჯვნივ კოლიზეუმისკენ, მარცხნივ რო ესეთი საკმაოდ ვრცელი ბაღია დღეს, ეგ არის ნერონის მიერ აშენებული დომუსაურია. და ვესპასიანემ შეცვალა მისი კონცეფცია, რომ არ შეიძლება მართველი სასახლე იყოს იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ზედმეტად თვალში არ უნდა ხვდებოდეს და პირიქით რასამობს დომუსაური სახალხოა და იქ საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობებს დგავს. ეხლა ცოტა აუცდით თემას, მაგრამ ერთი რასაც ვიტყოდი, კარგად დაიწყე რა, რომ რომი უნდა დაინახო დინამიკაში და არასტატიკაში. ეს არის უდიდესი, თუნდაც ქრონოლოგიური მასშტაბის მქონე იმპერია, რომელიც ძალიან ხშირად და ბევრნაირად იცვლება. ანუ რომი პირველ ეტაპზე ეს არის რაღაცა დიდი სოფლის ტიპის დასახლება, ესეთი აგრარული მიწათმოქმედების საზოგადოების, სადაც რაღაც თითქოს ბანდების დონეზეა, ხო? მერი არის, რომელსაც რომი
პრინციპში ქალაქ სახელმწიფოა, რომელსაც რაღაც 2 ლეგიონი ჯარი ყავს, 10,000 კაციანი ჯარია და შემოიფარგლება. რაც იმ დროისთვის მიუხედავად დიდი ბერძნული პოლისის ჯარია. რომ სპარტას მაგალითად 5,000 სპარტელი ყავდა ხოლმე, თვითონ სპარტელია სასწრაფო, სპარტიატი. დიდი ბერძნული პოლისის ჯარი არის 10,000. ამის შემდეგ რომი გარდაიქმნება იტალიურ იტალიკურ სახელმწიფოდ. ანუ დღეს ხა თუ უფრო ისეთ ფართო პოპულარული საზოგადოებისთვის საუბრობთ, აპრიორი რომი უნდა აკონტროლებდეს იტალიას რაღაც თანამედროვე სტანდარტით თუ შეხედავ არ არის ესე. რომს მოუწია ჯერ იტალიური სახელმწიფოს შექმნა, ეს კიდე სხვა რომია, მერე არის რესპუბლიკური რომი, რომელიც კიდე სხვა რომია და რესპუბლიკურ რომში რომი ელინისტურ ომებამდე სხვა არის. და ელინისტური ომების შემდეგ კიდე სხვა არის, იმიტომ რომ ელინისტური კულტურისგან რომა ძალიან ბევრი რაღაცა იყო, თუნდაც არქიტექტურული თვალსაზრისით. მერე იმპერიული რომი სხვა არის და ავგუსტუსი აი რა ასპექტზეც არ უნდა საუბრობდეთ, რომის ავგუსტუსი არის game changer-ი ყველაფერს ცვლის. ანუ სამართალი, ეკონომიკა, ქალაქი, განათლება არის ავგუსტუსამდე და ავგუსტუსის შემდეგ. და ამის შემდეგ პრინციპატის რომი კიდე სხვა არის და მესამე საუკუნის რომი კიდე სხვა არის. ანუ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ფენა აქვს და ამიტომ როცა რომის ისტორიაზე თუ რომაულ კულტურაზე თუ რომაულ ცივილიზაციაზე საუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაინახო დინამიკაში. ჩვენ შეიძლება რომ წარმოგვიდგენია რაღაც ავგუსტუსის ეპოქაში ან უფრო გვიან ყველაზე პოპულარული არის ხოლმე რომის აღქმა პრინციპატის ეპოქის რომი როგორიც იყო. მაგრამ ესეც დინამიკაშია, ჩვენ უბრალოდ ერთ მომენტში იულიუს კლაუდიუსებიდან ანტონინუსების ჩათვლით რა. ხო, სადღაც აი ყველაზე უცებ რომი რო გააჩერო ფართო საზოგადოება რომს როგორ აღიქვავს, უმეტესად აი ამ პერიოდის ან აი პირველი საუკუნის სამოქალაქო ომები როა კეისარი პომპეუსი, აი მაგ ორ მომენტში აღიქვამენ. HBO-ს რომირაზეც არის გადაწყდა. ხო, აი ამ ორ მომენტში აღიქვამენ რომს და ძალიან საინტერესოა ეს დინამიკა, ტრანსფორმაცია. აი ათენის აღქმა მაგალითად შეიძლება უფრო სტატიკაში, იმიტომ რომ ძირითადად მაინც მეხუთე საუკუნის ერიკლეს ათენია. ხო, რა მეხუთე საუკუნის ათენი მოდის. იქაც ახლა ბევრი სხვადასხვა ის არის, მაგრამ გლობალურად თუ შეხედავ, მაინც უფრო ნაკლები კლასიკური საბერძნეთიდაც არის, აი ეს პერიოდია ხოლმე, როგორც წარმოგვიდგენია ჩვენ ბერძნები ალბათ, ხო? კი, ახლა ქრონოლოგიურად 150 წელი არის კლასიკური ეპოქის მწვერვალი, ხო? ნაკლები კიდე აი თან რო დაამრუგალო ფილიპემდე და რომს აქვს ბევრი საუკუნის დომინაცია. ცია, ჩვენ ახლა ესე წარმოგვიდგენია თითქოს რომ აქედან რო უყურებ ეს პერიოდები ისე ვიძახეთ ახლა იულიუს კლაუდიუსები და თითოეული არის 100 წელი თითქმის და მეტი ერთი საუკუნე. ამიტომაც არის რომ აი თითქოს ჩვენ დროში ძალიან სწრაფად გადის დრო. აი ანტიკურ და შუა საუკუნეებში ცოტა სხვანაირად არის ამისი აღქმა, ამიტომ არის რომ დიდ პერიოდებად გვქონდა დაჯგუფებული ისტორიკოსებს რაღაცა ისინი ხო გვინდა საბერძნეთის ისტორიის პერიოდს გადავხედეთ, კრეტა მიკენური რამდენი საუკუნე არის რეალურად ხო, მე ბნელი ხანაც რამდენი ხანი არსებობდა, როცა არაფერი ისეთი ანუ მასალა არ მოგვეპოვება, მე შემდგომ არქაული საბერძნეთიც რამდენი ხანია და შემდეგ და რომის ისტორიაში ესე არის ეს ჯერ მარტო რომაული თუ ავიღებთ ხა იმას კლასიკური გაგებით არის რა თქმა უნდა ძველი სახელმწიფოს მერვე საუკუნიდან და მოდის რომის დაცემამდე ხო 400-მდე მაგრამ რეალურად კონსტანტინოპოლის დაცემით შეიძლება დასრულდეს ასევე რომის ისტორია როგორც მიიჩნევენ ხოლმე და თანამედროვეობაში ხა მაგალითად იგივე ენტონი კალდელისი ბიზანტიის ისტორიის ალბათ თანამედროვეობაში ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი მაგალითად ყოველთვის ბიზანტიას ეძახის ხოლმე არასდროს არ იყენებს ტერმინს ბიზანტიას ყოველთვის ეძახის ხოლმე რომის იმპერიას და ახალი რომი ყოველთვის ესე ეძახის ხოლმე ბიზანტიას თავის წიგნებშიც ასე მოიხსენიებს და ბუნებრივია ხა ის მისი უშუალო მემკვიდრე და გაგრძელება არის თავისთავად რომაელებს ეძახიან. კი, ან რო ჩახვიდე რაღაცა მერვე საუკუნის კონსტანტინოპოლში აკითხო ვინ ხარ, გეტყვის რომ რომაელი ვარ. ეხლა იქ შეიძლება დავარო უფრო ბერძნულოვანი კულტურა, უფრო ქრისტიანულია, მაგაზე შეიძლება, ფაქტია რომ სულ მცირე იმის სურვილი და ამბიცია მაინც აქვს რომ რომაული სისტემა გადაიბაროს და ხა მე არ ვარ ბიზანტიის მცოდნე და ესე უფრო პროფესიულად ბიზანტიაზე რო ვისაუბრო უხერხული იქნება, მაგრამ თუნდაც მართლობის სისტემა, რომელიც ასევე კონსენსუსურია, ასევე არ არის აპრიორი დინასტიური. ესეც ძალიან რომაულია და მართველს, ანუ იმპერატორსა და ელიტებს შორის რო რაღაცა ტიპის სოციალური კონტრაქტი უნდა შედგეს, ესეც ძალიან რომაული მონაპოვარია. თავისი წოდებებით, სენატით და ასე შემდეგ, ხო? ნუ განსაკუთრებით ხა იუსტინიანეს ჩათვლით, საერთოდ ლათინურ ენაზე ხდება ჯერ კიდევ და მე კი ბერძნდება ეს, მაგრამ ეს გამოწვეული არის უბრალოდ გეოგრაფიული მდებარეობით იმპერიისა, რომელმაც დაკარგა დასავლეთი ნაწილი და უბრალოდ ჩაკეტილი არის ბალკანეთში, მცირე აზიასა
იმპერიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში, უფრო სადაც ბერძნები ცხოვრობენ და ბერძნული კულტურა და ენა არის უფრო გავრცელებული. ანუ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი ყოველთვის ბერძნული იყო, ხო? მაგალითად ახლა ფლავიუს არიანოსი, როცა აქაური კაცია, მცირე აზიელია და ხო, კაბადოკიელია და მე ტრაპიზონში რო ჩადის და ესენიო რა ბერძნულზე ლაპარაკობენო, ანუ ისეთი დამახინჯებული ბერძნული აქვს, რომ ძალიან დასცინის ამათ. ანუ მისთვის ბუნებრივია ბერძნულ ენაზე მეტყველებაც, წერაც და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ მცირე აზიისთვის ბერძნული ყოველთვის დომინანტი ენა იყო. ეხლა თქვენ ამ წიგში გაკეთებული გაქვთ რამდენიმე ძირითადი თავი, რომელშიც მაგალითად ერთი არის თავდაპირველად ძალიან საინტერესოა, რომ ტოპოგრაფიული, გეოგრაფიული და ფიზიკური მახასიათებლებიც არის, რომ წარმოვიდგინოთ რომი სად არის მოთავსებული, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ხა იტალია და რომის გარდა ეს იმპერია ხო დიდ ტერიტორიაზე იყო გადაშლილი ძალიან და საერთოდ ძალიან პრობლემური არის ხოლმე ამავე დროს საზღვრების დადგენაც. აი სადამდე მივიდა რომი ზუსტად, ხო? რაღაცა მოხაზვა, რომ აი ამ პერიოდში აქამდე იყო იმპერია. მართალია რომაელებს ეს პროვინციების სისტემა მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული და ჩვენ უკვე წარმოდგენა გვექნება ამით სად არის რომი მისული და როგორ არის მისული, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება ბუნდოვანი არის ხოლმე აი მისი ბუფერული ზონები და აი განაპირა პროვინციები სადამდე ვრცელდებოდა. იმიტომ რომ ნახავთ ერთი იგივე პერიოდის რუკებს ძალიან ხშირად, რომელზეც ზოგში რომი აკონტროლებს კავკასიას, ზოგში არ აკონტროლებს, ზოგში მესოპოტამიაში უფრო ღრმად არის, ზოგში უფრო ნაკლებად არის და ასე შემდეგ. ანუ მან ყველაზე მთავარი, ანუ ერთი სიტყვა რომ მკითხო, როგორ უნდა დახასიათდეს რომი, ვიტყოდი კომპლექსური. ანუ ყველაფერი რაც აღწერს რომს მარტივად აპრიორი არასწორია, იმიტომ რომ რომაული მსოფლმხედველობა არის ძალიან რთული, სიღრმისეული და კომპლექსური. მაგალითად, მათი სივრცის აღქმა არის ძალიან საინტერესო. იმისთვის რომ გაიგო რომის იმპერია, სივრცის აღქმის რომაული გაგება გჭირდება, რაც სხვადასხვა წეგან კეისარი ვახსენე, კეისრის პირველ 3-4 თავს რო წაიკითხავ, ხვდები რომ აი ქართველი კაცი ესე არ აღწერს სივრცეს რა, ანუ როგორ აღწერს, ხო? ეს არის სამხედრო, რომელიც ამ სივრცის ათვისებას აპირებს და გიყვება ყველა იმ ხალხის შესახებ, ვინ უფრო გაუცხოებულია რომთან, ვინ რატომ იმიტომ არის მამაცი, რომ გერმანელებთან ახლოს ცხოვრობს. ანუ სივრცის აღქმა არის ძალიან რომაული მონაპოვარი. ეხლა ეს რას ეფუძნება? ეს ეფუძნება, რომ რომი ერთი მხრივ ძალიან კარგად ქნის თანამედროვე ტიპის ადმინისტრაციულ სისტემას, ანუ პროვინციების მართვა, გადასახადების აკრეფა, ეს არის რომის მონაპოვარი. ანუ რომი ალბათ არის ძველ სამყაროში და ალბათ შუა საუკუნეებშიც ერთადერთი და ყველაზე თანამედროვე. აი წეღან შენ რო ერთი დღე რომში მოგეწონა, ძალიან საინტერესო რა არის, რომში რო ცხოვრობ, გააქვს თანამედროვე მეგაპოლისში ცხოვრების განცდა. ანუ აი თავისი სასტუმროებით, დინამიკით, ღამის ცხოვრებით მე სხვა ანალოგს არ ვიცნობ, რომ ესეთი თანამედროვე ქალაქის განწყობა და სული მოდიოდეს. და აი ეს კომპლექსურობა, მაგალითად ახლა როცა ვამბობ, რომი აკონტროლებს იტალიას. რომი იტალიას აკონტროლებს ძალიან მრავალფეროვანი სისტემით. ზოგი არის დაპყრობილი, ზოგი არის მისი მოკავშირე. აი ამ მოკავშირეობაშიც არსებობს ბევრი სხვადასხვა ხარისხი, ვის რა უფლება აქვს და ვის რა უფლება აქვს. ანუ ამისი შესწავლა არის ცალკე მეცნიერება. რომის და იტალიელი, ხა მე კი თლიანად იტალიური სახელმწიფო ხდება, მაგრამ პირველ ეტაპზე რომის და სხვადასხვა იტალიელი ქალაქების და ხალხების ურთიერთობა არის ძალიან რთული. ვიღაცას მოქალაქეობა აქვს, ვიღაცას შეზღუდული მოქალაქეობა აქვს, ვიღაცას არა აქვს, ვიღაცა მოკავშირე არის. იგივე ხდება პროვინციების მიღმაც. ანუ რომის პროვინციალიზაცია ეს არის რაღაცა მონღოლები რო შემოგესევიან და 1000 მაკაცმა რო რაღაც 1000-ობით კილომეტრი გაიარა. ძალიან ფრთხილად პასუხისგებლობით, ანუ რომმა რო შენ გაქციოს პროვინციად, უნდა მოიყვანოს შენამდე გზები, უნდა იცოდეს რომ აქვს გამართული ლოჯისტიკა, უნდა იცოდეს რომ შენ ინფრასტრუქტურულად შეგიძლია იმპერიაში ინტეგრაცია, უნდა იცოდეს რომ თუ დასჭირდა, იქვე ახლოს დგას რომაული ჯარი, რომელიც პასუხისგებელია შენზე, უნდა იცოდეს რომ დაიცავს საზღვარს, უნდა იცოდეს რომ იქ ადმინისტრაციულ სისტემას, მართვის სისტემას, გადასახადების აკრეფის სისტემას კარგად მოარგებს. ანუ ეს არ არის სპარსული იმპერიებს რა ხარვეზი აქვს, ხო რომ ვიღაცა მოთხრა რომ შენ ხარ ჩემი მეფე და მორჩა. ანუ ზეპირ სიტყვაზე, ზეპირ სიტყვიერების უბრალოდ ვასალობის აღიარების იქით არ მიდის რომაული აღმოსავლური იმპერიების სტრუქტურა ხოლმე. რომის შემთხვევაში აი ამ იმპერიების მიღმა იწყება ვასალური სახელმწიფოების სისტემა. რაც შენ თქვი, მაგალითად ახლა კოლხეთი არის რომის ნაწილი პირველ-მეორე საუკუნეში, სულ მცირე ვესპასიანეს შემდეგ დგას რომაული გარნიზონები, ხო? მაგრამ ამ რომის იმპერიის ნაწილში ამავე დროს არიან ადგილობრივი მმართველები, რომლებიც რომაელთა ხელდასხმით არიან დანიშნულები.
აი ცოტა სიღრმეში რომ შევიდეთ ახლა იქ არის მაგალითად ჰენიოხების და მაკელონების მეფე რომელიც არ არის დანიშნული მაგრამ ტრაიანუსი ტრაიანე რო გამოიძახებს ჩადის ანუ ამ მართველებსაც კი ახლა შავი ზღვის სანაპირო ზოლი არ არის ძალიან დიდი ხო მაგრამ ამ მართველების რომთან დამოკიდებულებაც კი დიფერენცირებულია იბერიასთან მაგალითად სხვა ტიპის ურთიერთობა აქვს იბერია არის მისი მოკავშირე თან ვასალი მაგრამ აი ამ ვასალურ ურთიერთობებშიც განსხვავებული ხარისხია ხო ამიტომ არის რომ ეს რომაული სისტემა თვითონ სახელმწიფოს აგებულება ხო რთულია და კომპლექსური და ეს ვასალური ურთიერთობების სისტემაც არის ძალიან მრავალფეროვანი, მრავალგვარი და უფლებების განსხვავებული ხარისხით, უფლებების და პასუხისმგებლობების განსხვავებული ხარისხით. მოკლედ ძალიან რთული არის თავისი აგებულებით და კონსტრუქციით რომ გაიგო. ეს არ არის რაღაცა ერთბაშად შეხედავ და რუკაზე რომ დახედავ, რასაც იქ ხედავ, ეს არ არის რეალობა. კი, უბრალოდ ის იმის რომ გაგიმარტივოს ცოტა არ იყოს და აქმა რა დაახლოებით რა ხდება. აი თუნდაც იგივე მოკავშირისა და მეგობრის სტატუსი, რაცაც ჩვენ ხშირად ვხვდებით ხოლმე, თუნდაც იბერიასთან მიმართებაში, ხო, როცა პომპეუსმა ილაშქრა, მაშინ პირველად ძველი საათის 65 წელს იბერიას მიანიჭა მოკავშირე და მეგობრის სტატუსი რომისა, ხო? რაც საერთოდ რომაული სტატუსი იყო, ანიჭებდა ვასალურ მდგომარეობაში ყოფ ქვეყნებს უმეტეს შემთხვევაში. თუმცა ზოგიერთი უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამავე დროს რომთან და ზოგიერთი ნაკლებად. ეხლა მაგალითად იბერიაში ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ყიფე იყო ესე გავლენა პომპეუსმა კი, ერთი შეხედვით თითქოს დაიმორჩილა, მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და მე კანიდიუს კრასუსს მოუწია ისე ლაშქრობა, რომ იმიტომ რომ მარკუს კრასუსი რო დამარცხდა, მთელი აღმოსავლეთი ისეთ დღეში იყო, ხო, ფაქტობრივად რომს და ხელახლა მოუწიეთ რომაელებს ამ სტატუსის დამყარება. თუ ეხლა ეს ტერიტორიები უფრო სიღრმეში იყო გაცილებით, ეხლა რომთან ისე მოქცეული, რომ ძლიერი მეზობლები არ იყო იქ მხარეს, უფრო ადვილი იყო. მაგალითად ეხლა პართია როცა არის აღმოსავლეთში და ზოგადად აი რომის ისტორიაში აღსანიშნავია, რომ თითქმის აი იმპერიის მთელი პერიოდი რომმა განულო მეორე დიდი იმპერიასთან დაპირისპირებაში, რომელიც იყო პართია და მერე სასანური ირანი, ხო? და შესაბამისად აი ამ ორ შორის მუდმივად ხდებოდა ხოლმე აი ამ მოკავშირე მეგობრებისა და ვასალების გადანაწილება და გავლენების დამყარება. ყოველი ზავი ის ნიზიბისის ზავი იქნებოდა თუ ასე შემდეგ, უფრო გვიანდელი ზავები, რომელიც იდებოდა ხოლმე დარაში და ასე შემდეგ, აი იუსტინიანეს პერიოდში, თუნდაც ყოველთვის აი ამ სტატუს კოს განსაზღვრავდა ხოლმე ამ ორ მხარეს შორის, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ თითქმის ყოველთვის თუ არ შევთვლით ერთი-ორ ცალკეულ შემთხვევას, მაგალითად ხოსრო მეორე ფარვეზის დროს, რომ სასანურმა ირანმა თითქმის მთელი სირიაზე რო წაიყო რაღაც პერიოდის მანძილზე, ხო? თუ არ შევთვლით ასეთ შემთხვევებს, უმეტესად მაინც ეს სტატუს კო ყოველთვის ერთი და იგივე საზღვარებზე გადიოდა ხოლმე. მესოპოტამიაში არსებობდა გარკვეული საზღვარი, კავკასიაში კლასიკურად გადიოდა ლიხის ქედზე, ფაქტობრივად დასავლეთ და აღმოსავლეთ შორის გადანაწილებული იყო, ან ზოგჯერ ისეც იყო ხოლმე, რომ შევემძით, რომ იბერიაში გარკვეული პერიოდი ორ მეფობა არის, ხო, ორი მეფეზის არმაზელი და მცხეთელი მეფეები და მაგაზეც მაგაზეც ფიქრობენ, რომ ან ნაწილი, ანუ ერთი რომის გავლენის ქვეშ არის და მეორე სპარსეთის საურომაკესი და ისინი რო ყავს. ცოტა გვიანდელია იქ, მაგრამ სხვადასხვა იცი რა, ქართულ წყაროებში როგორც მახსოვს, უფრო ადრეც იკვეთება ხოლმე, თქოს ამის აი ფარსმანის პერიოდზეც და იმაში ჩანს, რომ ერთი არმაზელია და მეორე მცხეთელია. თუმცა ეს არ არის დადასტურებული ზუსტად, ჯერაც დავისაგანი არის, რამდენად არსებობს ეგ მოსაზრება, წამიკითხავს ამიანუს მარკელინუსთან ეს კარგად ჩანს, უფრო მეტად. ზოგადად საიდან ამოდიან ხოლმე, რომ და ეხლა პირველ თავთან გადავალ ჩვეულებრივ სახელმწიფოს სტრუქტურის შესახებ ყველაზე დიდ გავლენას და ფუნდამენტურ გავლენას ახდენს მისი გეოგრაფია, ლანდშაფტი, კლიმატი. ანუ ეს არის ყველაზე საბაზისო მოცემულობა, ხო? რეალურად გეოგრაფია და მისი ეს ლანდშაფტურ კლიმატური მონაცემები განსაზღვრავს შენ ვინ ხარ. როცა ვსაუბრობთ, რომ საბერძნეთში განვითარდა პოლისური სისტემა, ძალიან მარტივად ხვდები, რატო თუ საბერძნეთის გეოგრაფია ეს არის ხეობები, სადაც ამ ხეობებში მიწის ფონდია თავმოყრილი და ცუდად განვითარებული ლოჯისტიკა აქვს. ანუ ბუნებამ თვითონ განსაზღვრა, რომ ეს უნდა ყოფილიყო თვითმართველი პოლისების სისტემა. ანუ ამისი პელოპონესოსი არის ძალიან პატარა, მაგრამ თაგრეხილებით ისე არის დაფარული, რომ შენ ამას ბუნებრივ საზღვრებს აქმნის პარაჩურს კი. რეალურად ეხლა აქ არმენიაზე და იბერიაზეც არმენიას განსაკუთრებით აქვს ის, რომ ძალიან ძლიერი არისტოკრატია აქვს ისტორიულად, გეოგრაფიულადაც ესეთი აგებულება აქვს იმ არმენიას. განსაკუთრებით დიდ არმენიას, რომ მისი ეს ერთ სტაბილურ სახელმწიფო, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ქცევა რთულია. ეს რასაც შენ ამბობ, ეს მოსაზრება არსებობს. სადავოა როდიდან არის ეს
ცოტა უფრო გვიანი წყება და ცოტა უფრო ადრე, თუმცა იბერიის გეოგრაფიული აგებულებაც სამის ამოსაზრების საშუალებას გვაძლევს. ეხლა რაც შეეხება რომის შემთხვევაში, მან არის ძალიან საინტერესო, რომ რომი არის რომი ერთი უნდა იცოდე რომის იტალიური აგებულება და მეორე ძალიან საინტერესოა ქალაქი რომი. ეხლა ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვიყავი რომში, ძირითადად ტურიზმის ჩემი მიზანი იყო ეს ბორცვების განსაზღვრა. ანუ ძალიან საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ როცა ამოვიდა ავენტინუმი, პალატინუმი, ასე შემდეგ, თითოეულ ბორცვს, როგორც ეხლა დღეს რაღაც დიდი ქალაქის თავის უბანს, თავისი სული და ხასიათი აქვს, იგივეა რომში. ეს ფორუმი არის გამაერთიანებელი და თუ კარგად იცნობ რომს, უფრო მეტ სიამოვნებას იღებ და ამ ქალაქის ძალიან ეკლექტური ლონდონ 19 საუკუნის ლონდონის შემდეგ არის მილიონიანი ქალაქი, იქამდე სხვა არ ყოფილა, ხო? ამიტომაც მისი უბნები ძალიან საინტერესოდ შესაძლებელია და იტალიის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ რომი არის შეიქმნა ამ ტიბრისის, მდინარე ტიბრის აუზში, სადაც წყლის და ხმელეთის ძალიან კარგი კომბინაცია. ეს არის ციცერონიც ამბობს, რომ თან ზღვასთან არის რომი. ანუ ზღვის ქალაქის უპირატესობები აქვს, იმიტომ რომ ოსტიას ნავსადგური არ არის შორს, მაგრამ თან თლაც სანაპიროზე არ მდებარეობს და საზღვაო ქალაქის რისკებისგანო დაცული ვართო. დაცულია მთაგრეხილით და საკმაოდ კარგი წყლის მომარაგების, უხვი ნალექის და ნაყოფიერი მიწის კომბინაციაში აღმოცენდა. ანუ გეოგრაფიულად რომი არის იქ, სადაც დიდი ქალაქი უნდა აღმოცენებულიყო და ყველაფერი ქონდა იმისთვის, რომ სხვა იტალიურ ქალაქებს შორის უპირატესობა მოეპოვებინა. ანუ ჰანდიკაპით იწყებს ურთიერთობას, ასე რომ ვთქვათ. ეს ლათინების მიწა საკმაოდ ნაყოფიერი და განვითარების კარგი შესაძლებლობების მომცემი არის. კარჩერჩეული ადგილი იყო მოგეთქვა. ხო, გეოგრაფია განსაზღვრავს როგორ ვითარდები, ხო? ანუ მან მეორე ამბავია, რომ ორი დიდი იტალიური კულტურა, ეტრუსკული და რომაული, ლათინური განვითარდა ორი დიდი დინარის აუზში, რაც ასევე არ არის შემთხვევითი და აღმოსავლეთიდან წყალი უფრო ჭირს, მაგალითად უფრო მცირე მასშტაბის ქალაქები არის. ხო, ან სამხრეთში სადაც ბერძნული კოლონიები იყო, მაგნა გრეკია იყო, დიდი საბერძნეთი და ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ. ეგეც ძალიან საინტერესო მომენტია, ხა თქვენ გაქვთ აქ გაკეთებული რომის ისტორია, ცალკეთავად, რომელშიც ყველაზე მოზრდილი ნაწილია, ალბათ ერთ-ერთი წიგნისა, რომელშიც მოკლედ ახსნილი არის რომის ისტორია, რო დაარსება და ასე შემდეგ, ხო, თავისი იმით. აი, ერთ-ერთი საკვანძო მომენტი არის ხომ შემეს ეტრუსკებისა და რომის ურთიერთობა მიმხრივ, რომ აი, ხო, ასეთი აფიქრობენ, რომ თავიდან ეტრუსკები მართავდნენ რაღაც პერიოდის მანძილზე. იმიტომ რომ ტარკვინიუსი, თუნდაც უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს სუპერბუსი, ტარკვინიუს ამაყად ცნობილი ჩვენთან, ხო? აშკარად ეტრუსკული სახელის მქონე არის ეს მეფე და საინტერესოა როგორ ხდება მათ შორის ეს შერევა მე და ურთიერთქმედება, იმიტომ რომ როგორ ჩანს, რომ ბევრი რამე აიღო ძალიან ეტრუსკული ცივილიზაციიდან, მათ შორის როგორც მახსოვს გლადიატორთა ბრძოლებიც კი ეტრუსკებიდან არის აღებული, ხო? არქიტექტურის, რელიგიის თვალსაზრისით, ეხლა ჩვენ ძალიან რთულია მსჯელობა რომის ისტორიის უადრეს ეტაპებზე, იმიტომ რომ ყველა ავტორი, ვინც წერს, ჩვენ ვიცით, არის გვიანდელი. ანუ შენ როცა ლივიუსის პერსპექტივიდან აღიქვავ მეფეთა ეპოქას, ეს არის კაცი, რომელიც 700 წლის შემდეგ წერს. და თვითონ ამბობს ხოთა შორის, რომ აი ეხლაო მე-5 წიგნში ამბობს. ანუ აქამდე რასაც ყვებოდიო, მიახლოებით ვიცოდიო და ეხლა რასაც მოუყვები, უფრო ზუსტად ვიციო, ანუ ძალიან გულწრფელად აღიარებს. შესაბამისად ეს მეფეთა ეპოქა არის ლეგენდარული ხანა. ეხლა გასაგებია, რომ ეს მეფეები ფლად ერთი-ერთზე რასაც იქ მოგითხრობენ არ უნდა გაიგო და 7 მეფე 240 წელი ვერ იქნებოდა. და თუმცა აი ამ მეფეთა ეპოქაშიც იკითხება ეს ეტრუსკული გავლენა, იმიტომ რომ ეტრუსკები იქამდე იყვნენ დომინანტი ძალა იტალიაში, სანამ რომი მათ ამ ლიდერობას წაართმევდა. ეს განსაკუთრებით ჩანს რელიგიური პრაქტიკის სფეროში, ჩანს არქიტექტურის სფეროში. და ჩანს ხელოვნების სფეროში. რომი თავისი არსით არის ძალიან ესეთი მილიტარისტული აგრარულიც პირველ ეტაპზე, ანუ ვინ არის რომაელი, გეტყვირეს არის გლეხი და ჯარისკაცი. აგრიკოლა. ხო, ეს არის გლეხი და ჯარისკაცი. ეს არის მისი უპირატესობაც. აი ეს რომაულ ბერძნული დაპირისპირება კულტურული სულ მიყვება რომს. კატონი ამბობს, რომ ჩვენ რატო ვსწავლობთ ბერძნულს, ხო? ბერძნული არის კულტურის, ხელოვნების, განათლების ენა. როცა ჩვენი იდენტობა, თვითონ კატონი იყო ყველაზე გავლენიანი რომაელი და
არ იყო რომაელი თან და თავის მიწის ნაკვეთს რომთან ინარჩუნებდა და მთელი ცხოვრება ფიზიკურად მუშაობდა და ეს მიაჩნდა აი ამ რომაულობის, რომაული სიკველეების მთავარ ღირსებად. და რომის იდენტობაში ეს ჰომო პოლიტიკუსი და ჰომო მილიტერი და შრომელი კაცი ძალიან მნიშვნელოვანია. და ძველ რომშიც რა არის, ხო? ეს პოლისის იდეა რა ხა? პოლისი არის პატარა ქალაქი და შენ მიწის ნაკვეთი უდიდესი ალბათობით გაქვს იქვე სადღაც, ანუ ფეხით რო გახვალ ქალაქიდან და იმ მიწის ნაკვეთზე მუშაობ და მე ბრუნდები. ნუ საღამოს შეიძლება აი აგორას ტიპის სივრცე სადაც არის საზოგადოებრივ სოციალურ სივრცეში გამოდიხარ. მაგრამ ფორუმზე რა. ფორუმზე, ხო, ანუ რომაელების კამპუს მარციუსზე. კი, ზუსტად ეგ არის რა, რომაელების ეხა დღეს კამპუს მარციუსი ძველი ფორუმიდან კამპუს მარციუსზე მიხვალ ფეხით 20 წუთში. და მეფეთა ეპოქაში კამპუს მარციუსი იყო ქალაქის ერლების მიღმა, სადაც ჯარი იკრიბებოდა ხოლმე. ანუ კამპუს მარციუსი, რომელიც არის ქალაქის ცენტრიდან 20 წუთის გზა ფეხით, მარსის მინდორი, ხო? და დღეს რომში თუ ტურისტი ხარ, აი ეს არეალი უეჭველი გაგიული არაერთხელ 20 წუთში ან 15 წუთში გააჩნია რადებით დადიხარ, მაშინ იყო ქალაქის ცენტრიდან რომ ქალაქი დატოვა, ეგეთი სივრცე არის. მან არის ოღონდ ფარსმანის ძეგლის აღმართვა. როცა რომში იყო კამპუს მარციუსზე, ანუ მარსის ველზე დაუდგეს მაშინ ძეგლი და ზოგადად მე მახსოვს განსაკუთრებით ეს კამპუს მარციუსი, იმით რომ იქ მიდიოდნენ რომაელები სავარჯიშოდ ხოლმე, ანუ საწუთნელად, საომრად გასაწუთნელად. ხო, მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ რა, ანუ ხა ფორუმიდან 20 წუთის გზაზე იყო ველი, სადაც ვარჯიშობდით და ჯარი იკრიბებოდა. ანუ დაახლოებით ეგ არის. კი ბატონო, ჩვენ ასე მინდა რომ შევეხოთ რომი და კავკასიაზე ჩვენ ჩაწერილი გვაქვს ეპიზოდები, სადაც ვისაუბრეთ ისტორიაზე, პომპეუსიდან, უფრო ადრე მითრიდატული ომებიდან. მითრიდატული ომების კონტექსტია იწყება კავკასიის საქმე. კი ბატონო, შესაბამისად აქაც აქვს გარკვეული დრო დათმობილი, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია წერილობითი წყაროები რომის ისტორიის შესახებ და რომაული ისტორიოგრაფია. ესეც არის ძალიან კომპლექსური, იმიტომ რომ როცა ჩვენ საუბრობთ რომაული ისტორიოგრაფიაზე, რა არის რომაული ისტორიოგრაფია? ანუ პლუტარქე მაგალითად, რომელიც ბერძენია, მაგრამ რომის იმპერიაში ცხოვრობს. არის თუ არა რომაული ისტორიოგრაფიის ნაწილი? ანუ ერთია ლათინურენოვანი ისტორიოგრაფია, ერთი თემა არის სალუსტიუს კრისპუსი მაგალითად. მეორე არის ბერძნული წყაროები რომზე და აქ არის ძალიან საინტერესო განმასხვავებელი. არსებობენ ბერძნულენოვანი ავტორები, რომის მოქალაქეები, რომლებიც თავისი სტილით მაინც ბერძნებად რჩებიან, პლუტარქოსი მაგალითად ბერძენი ავტორი, ანუ ბერძნული ისტორიოგრაფიის წარმოადგენელი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა რომისთვის. და მაგალითად არსებობს კასიუს დიო, რომელიც არის ბერძნული წარმოშობის, მაგრამ ის უკვე რომაული ისტორიოგრაფიის წარმომადგენელი. ამიტომ არის რომ ისევე როგორც ეწევა თქვი რომ ყველაფერი რომთან დაკავშირებული არის კომპლექსური. ესე ვერ იტყვი რა არის, აბა რომაული ისტორიოგრაფია, რაღაც ტაციტუსი გასაგებია რომ არის, ხო? ან რაღაც სეოტონიუსი, მაგრამ აი ბერძნულენოვანი წყაროები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფრონტინუსიც იდეაში რომაული ისტორიოგრაფია, რომაელი იყო, რომელიც მთელი მასში მონაწილეობდა, ეგ ბრიტანეთშიც იყო, ეგაზე აკვედუკებს მუშაობდა და ასე შემდეგ, ხო? ანუ საკმაოდ ან ბერძნული ნაწილი უფრო დიდია, მე მგონი, მაინც თლიანობაში, იმდენად, იმიტომ რომ ბერძნული ისტორია წინ უსწრებდა რომაულს, ჰეროდოტეთი და თუკიდიდეთი დაწყებული და შესაბამისად ეგ საკვირი არ არის, ანუ აქვთ ისტორიოგრაფიული დიდი სკოლა არის და ამავე დროს, რადგან ბერძნული მაინც იმიჩნეოდა ხოლმე აი წერლობის ენად და ლიტერატურულ ენად, ხო, ამ შემთხვევაში რომაელებიც კი ზოგიერთი მე ბერძნულად წერდნენ, ხო, ასე. ყველაზე კარგი მაგალითი არის პოლიბიოსი, რომელიც არის ფუნდამენტური მნიშვნელობის ავტორი, იმიტომ რომ არის პუნიკურ ომებზე რაც ვიცით, ძირითადად ვიცით პოლიბიოსის წყალობით. და პუნიკური ომები არის ყველაზე დიდი ომი რომის ისტორიაში, ანუ ამ დამფუძნებელი ომი არის, ანუ პუნიკურ ომზე დიდი მოვლენა რომისთვის არ ყოფილა არაფერი. ხოდაშორის მაგაზე მახსენდება ხოლმე ძალიან არაისტორიული ფილმი გლადიატორი, სადაც იქ რასაც დგამენ იმაზე არენაზე. იქაც კი, ხო, არა პირველ ნაწილზე ამბობ, იქაც კი როცა დგამენ სცენას, ასაღებენ როგორც სცენარიოსა და ანიბალ შორის ბრძოლა დასაღებენ და იქ არ დაჯდება ის შედეგი როგორც რეალურად იყო და ეს გამოიწვევს იმ განსაკუთრებულ აქტუალობას. არც ერთი ომი ხა, აი ჩვენ წყაროებზე რო ლაპარაკობთ, კარგია რატომ? იმიტომ რომ არათანაბრად აღუქვთ
ვსაუბრობთ ხოლმე რომს. ბერძნულ ლიტერატურას და მათ შორის ისტორიოგრაფიას აქვს თანმიმდევრულობა. ანუ ჰომეროსთან დაწყებული შენ შეგიძლია ბერძნულ ლიტერატურას გააყვე ეტაპობრივად და ყველა ეპოქის მახასიათებელი ნახო და თითქმის არ გაქვს ბმა. კი არა, თითქმის არ გაქვს ჭრა, ან თითქმის არ გაქვს ეპოქა, რომელსაც ვერ შეისწავლ. ჩაგდებული არ არის არაფერი, ხო. რომის შემთხვევაში არის ძალიან რთულად საქმე. მესამე საუკუნემდე, ანუ რომმა უკვე პუნიკური ომები მოიგო. ანუ სოფლიო ომი მოიგო იმ დროინდელი გაგებით, მაგრამ თითქმის არ აქვს საკუთარი მწერლობა და პირველი რომაელი მწერლები ისევ და ისევ არიან ბერძნულენოვანი ავტორები. ამის შემდეგ, როცა ჯერ იწყებენ წერას მაგალითად კომედიის, რომელსაც არ არის ეს გაცვლილი ხალხად ელიტურ ნაწილებს, ხო ეს პლაუტუსი და ტერენციუს აფერი და ასე შემდეგ. საერთოდ ეს რომაელებს უფრო ხო კომედიები ახასიათებდათ. კომედიები ახასიათებდათ, რომაელებს აქვთ გაგება, რომ რაღაც ეტაპზე ლიტერატურა და წერა არის არაელიტური. ძალიან უცნაურია, ხო? მერე ხდება ამის გადააზრება და იქ ჩდება საისტორიო მწერლობა, ოღონდ ეს ჩდება უკვე სენატორულ კლასში. და რომაელებს აქვთ ძალიან კარგი დიფერენციაცია, რომ ისტორიოგრაფია, ანუ ისტორიის წერა ეს არის ელიტური საქმე. ანუ ეხლა ეს ავტორები, ვინცაც ჩვენ ვახსენებთ ხოლმე, ხო, რაღაც ტაციტუსი იყო ძალიან მაღალი კომპეტენციის, გავლენის მქონე ამ სენატორული ელიტის წარმომადგენელი, თვითონ მართავდა და მოკლედ სახელმწიფოს მართვა რა არის, საკუთარ თავზე იცის და ძალიან ბევრი პირადი კონტაქტი აქვს, ხო, მაგალითად. და მხატვრულ ლიტერატურას ძალიან ხშირად უფრო უბრალო წარმოშობის ხალხი წერს ხოლმე. მაგრამ ეპოქალური თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ბევრს და ჩვენზეც ახდენს გავლენას, ბევრს და ხშირად საუბრობთ ხოლმე პირველ საუკუნეზე, იმიტომ რომ ბევრი ავტორი ყავს და კარგად ვიცნობთ. და მაგალითად ახლა პუნიკური ომები ცოტა დაჩაგრულია, იმიტომ რომ პოლიბიოსი რო არ ყოფილიყო, რომელიც არის ბერძენი, მაგრამ არის კვალიფიციური პოლიტიკოსი და ძალიან კარგი კონტაქტები აქვს. თან სამხედრო პირიც იყო თვითონ. სამხედრო პირი აქვს და თან ამ სციპიონების ოჯახშია რა 20 წელი გაატარა და აი გარომაელდა. ანუ ეს არის ბერძენი, წერს ბერძნულად, მაგრამ არის რომანიზირებული. მისი მსოფლახმა არის რომაელის მსოფლახმა. ის გიხსნის რატო არის რომის იმპერია მაგარი, მარტივად რო ვთქვა. და თან რაღაც აპოლოგია აქვს, ოღონდ ეს აპოლოგია არ აზარალებს მის ობიექტურობას. ხო, ეგ კიდევ საინტერესო არის, რომ არა მარტო ბერძნები, ჩვენ ყავს იუდეველი ავტორიც, ხო, იოსებ ფლავიუსი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რომის წინააღმდეგ იუდეის აჯანყებაში, მერე თქო ჩაუვარდა ვესპასიანეს და მას შემდეგ მათ გვარიც მიიღო, როგორც ამ შემთხვევაში მათმა ჯერ მონამ და მერე პრინციპში გათავისუფლებულმა, ხო, მათგან დაწერა შესანიშნავი თხზულება, ეს იუდეის სიძველეები, სადაც აღწერილი აქვს აჯანყების ამბავიც და თან ჩემზე ძალიან საინტერესო ხედვას გვთავაზობს რომაული სამხედრო მანქანისა და სახელმწიფოსიც, იმიტომ რომ ის აშკარად აღფრთოვანებულია შემდგომში, როცა ამას თავის თვალით ნახავს, როცა ჩავა ის რომში ვესპასიანესთან ერთად და ხედავს როგორ იმართება იმპერია, ჯარი როგორ იკრიბება და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, რომ აი უცხო თვალით ამ შემთხვევაში ხა რომ ბერძნისთვის უფრო ახლობელი იყო კიდე რომაელი შედარებით და აი ებრაელისთვის იმ დროში, რა თქმა უნდა, ძალიან უცხო იყო. სხვა განზომილება იყო და მე მაგალითად ძალიან მომწონს ხოლმე, მაინტერესებს ხოლმე მისი აღწერა, როგორია ამ სიტუაციისა, როგორ აფასებს იოსებ ფლავიუსი. ეს ითვლება ისიც რომაული ისტორიოგრაფია. კი, რომაული ისტორიოგრაფიის ნაწილია, ძალიან საინტერესოა, რომ ბევრი ისეთ რაღაცას წერს, რასაც ხვები არ წერენ ხოლმე. და აი კარგი რაღაცა თქვი, რომი არის აბსოლუტური, ხო თანამედროვეა, მაგრამ თავისი ეპოქისთვის ეს არის აბსოლუტური ინოვაცია. თითქმის ყველა ასპექტით. ანუ ერთადერთი ხა ეკონომიკაზე, ეკონომიკურად ანტიკურობამ ვერ შექმნა ვერაფერი ისეთი, რომ დღეს იტყვი, რომ აი თანამედროვე ეკონომიკა, ანტიკურ ეკონომიკურ საფუძველს მაგას ვერ იტყვი. მაგრამ დანარჩენი ყველა კუთხით, როდესაც რომს აქვს შეხება მის გარე სამყაროსთან, არის განვითარების სხვა ეტაპზე. თუნდაც ახლა სამხედრო საქმე რო ავიღოთ, გარდა იმისა, რომ ეს ლეგიონი ძალიან ესეთი ბრისხანე და მეორე უკვე პროფესიული ძალაა, ლოჯისტიკის სისტემა. რომაული ლოჯისტიკის სისტემა არის პრინციპში თანამედროვე. თქვენ ცალკე თავის გაქვთ ამისთვის გზები, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა. კი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი რომის, რომელიცაც ცოტა დაუფასებელია ხოლმე, გასაგებია რომ რაღაცა კეისარი დიდი სამხედრო იყო და ავგუსტუსი ჭკვიანი კაცი იყო და რომა ლეგიონი არის საბრძოლო ერთეული, რომელსაც არ აქვს თავისი რეალური კონკურენტი არ ყავს. ამის მიუხედავად აი დაუფასებელია ლოჯისტიკა. ხო, ეხლა ჩემზე უკეთ იცი და გიყვარს ეს საქმე, რომ სამხედრო საქმე დაფუძნებულია ლოჯისტიკაზე. რომაული აღქმა ტრანსპორტირების, საბრძოლო საქმის შეიძლება წლები ამზადებდნენ ომს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლოჯისტიკის სისტემა გამართონ.
არ არის შემთხვევითი რომ ეს არის მაინც ხმელთაშუა ზღვის გარშემო შექმნილი იმპერია, იმიტომ რომ ზღვას და მდინარეებს მათი ლოჯისტიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და წეგან საზღვრებზე რომ საუბრობდით რომი ძალიან კარგად აღიქვავს ბუნებრივ საზღვრებს. ანუ მთელი ბუნებრივი საზღვრების სისტემა აქვს და ძალიან საინტერესო ხმე ვასალური სახელმწიფოების სისტემა ჩდება იქ, სადაც არ არის ბუნებრივი საზღვარი. ანუ სადაც შენ რაღაც ატლანტიკის ოკეანე არ გაქვს ან საჰარას უდაბნო, მაშინ შენ ქმნი ბუფერულ ზონას ვასალური სახელმწიფოების სისტემით. ცდილობ ეს შექმნა. ანუ უფრო აღმოსავლეთით ყავს. ხო, მეტყვით კონკურენტი თუ ყავს იმის იქით. იმის იქით თუ ყავს, ამიტომ ეს რომაული აღქმა არის საინტერესო, რთული და ძალიან სიღრმისეული, ხო, აი სახელმწიფო. შენ თქვი საზღვრებზე ახლა მართლა დავაკვირდეთ, ბრიტანეთში უკიდურეს ჩრდილოეთშიც ადრიანეს კედელი იყო. ნუ ანტონიუს პიუსის დროსაც გადაწიეს, მაგრამ მე მალე დაბრუნდნენ უკან, იმიტომ რომ ადრიანეს კედელი უფრო ლოგიკური იყო აშკარად. გადის ზონაში, საითაც უკვე აი რომი ძალიან შორს არის, მოკლედ რომ ვთქვათ და გაავლეს უბრალოდ ზღვარი, რომ აი აქ თავდებოდა რაღაც, ხო? თუნდაც რომ გადმოვალთ იქიდან, მდინარე რაინი არის უმნიშვნელოვანესი, მერე დუნაის ხაზები არის, რა თქმა უნდა, რომელიც მთელ ბალკანეთს შეება რომაული განსაზღვრავს საზღვარს და სამხრეთისკენ ასეთი არის უდაბნოები აფრიკაში. ატლანტიკის ოკეანე და მდინარე ეუფრატესი და ხან ცდილობა აქვს ხოლმე რომ ტიგროსზე გადავიდნენ, ოღონდ ეს ცდილობა ისეთია რა, არამყარია ხოლმე, ხან გადადის, ხან გადმოდის. ხო, იმიტომ რომ აი ზუსტად მან დრო არ არის ეგეთი მკვეთრი ბარიერები აღმოსავლეთში, იმიტომ არის რომ იქ ვერ გაავლეს ეგეთი ზუსტი საზღვრები და მუდმივად აი პარტიასთან და სასანურ ირანთან დაპირისპირებაში იცვლება ხოლმე ეს მოცემულობა. მაგრამ კავკასიაში მაგალითად ლიხის ქედი ამ შემთხვევაში და ისეთასე და ტყიანი სისტემა, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყოფს ერთმანეთსაგან, ძალიან ლოგიკური საზღვარი იყო ხოლმე რომისთვის, რომ გავლენის სივრცე გაენაწილებინა იგივე სასანურ ირანთან და პარტიასთან, ხო, თავის დროზე. ეს პრინციპში ეს ზონა ყოველთვის როცა ორი იმპერია იბრძოდა ხოლმე კავკასიაში გავლენისთვის, ყოველთვის მან ხდებოდა ხოლმე ამის გადანაწილება, გადაგაყოფა. მე შეგვიძლია წეგან სანამ დავიწყებდით ეთერს დაგიანონსესავით ერთ-ერთ შემდეგ წიგნს, რომელსაც ვამზადებთ ჩემს გერმანელ კოლეგებთან ერთად, არის ზუსტად კავკასია ოღონდ რომაული პერსპექტივიდან და აი ძალიან საინტერესოა, რომ როდის ჩდება ჩვენთან ფორტიფიკაციები, როდესაც ვესპასიანე, ანუ რანდეიას ზავის შემდეგ, როცა არმენიაში დაჯდა ის რეალობა, რომელიც რომისთვის არ არის ყველაზე უფრო სასურველი, კორბულონის ლაშქრობა. ნერონმა დაკარგა მარტივად თქვა, ნერონმა დაკარგა არმენია. ბოლომდე თუ არა დიდწილად მაინც დაიკარგა და ვესპასიანე იწყებს ძალიან გრძელი ინფრასტრუქტურული ფორტიფიკაციული თავდაცვითი ხაზის მშენებლობას, რომელიც იუდეიდან ჩრდილოეთ შავი ზღვისპირამდე არის. ანუ რომ დახედო, ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ხოლმე და უყურებთ კონტექსტიდან ამოგლეჯილად მარტო შავ ზღვაზე რა ხდება. რეალურად ეს არის ერთი დიდი თავდაცვითი ხაზი, რომელიც აი ესეთ უხილავ ბუნებრივ საზღვარს თუ ხელოვნურ საზღვარს ქმნის. და ეს არის სიმაგრეების, ლეგიონების, ფორტიფიკაციების უწყვეტი ხაზი ამდენ ასეულობით. ჯერმატო შეხედო ლეგიონების განლაგებას რომის იმპერიის რუკაზე, ნახავთ რამდენად ბევრია აღმოსავლეთში განლაგებული, ხო, ლეგიონები, იმიტომ რომ მან ჭირდება ყველაზე მეტი დაცვა, რეალურად იმიტომ მე გადადის დუნაიზე. ხო, ყველაზე დიდი საფრთხე თავის დროზე იყო მან აღმოსავლეთში, იმიტომ რომ სასანურ ირანს და პარტიაზე დიდი მოწინააღმდეგე რომს არ ყავდა. ხა გერმანულ ტომებს ასე თუ ისე მაინც აცალკე იყვნენ, ისინი რაღაცა საერთო ის არ ქონდათ იდენტობა და ისე ვერ ახერხებდნენ კიდე რომისთვის დიდი საფრთხის შექმნას, სანამ ხალხთა დიდი გადასახლება არ დაიწყო, ხო, მე გოთების შემოსევა, ჰუნებისა და ასე შემდეგ, რომელმაც შეცვალა, თქმა უნდა, მდგომარეობა, მაგრამ მანამდე პრინციპში აღმოსავლეთში. მან ახმარი ორი განსხვავებული. ხა სასანიდური ირანი შენ ჩემზე მეტად გიყვარს და უნდა გაინტერესებდეს, ანუ რო შენთან არის ახლოს. პარტია და სასანიდური ირანი მაინც ორი სხვადასხვა ერთეულია და ეს უნდა ანუ პარტია რომაელებს არსებით საფრთხეს ვერ უქმნის. რომაელებისთვის პარტია არის ფსიქოლოგიური დარტყმა, იმიტომ რომ კრასუსმა თავისი სისულელით რაც წააგო კარას ბრძოლაში, ეს იქცა რომაელებისთვის ალბათ ჰანიბალის შემდეგ ყველაზე დიდ ფსიქოლოგიურ დარტყმად. და ამას მე მიემეტება ტევტობურგი გერმანიაში.
ტევტობურგამდე გერმანელები სამაც ნაკლებად ეშინოდათ უფრო. ნუ ნაკლებად უფრთხოდნენ. ანუ თუმცა გახსოვს კიმბრებთან და ტევტონებთან ძალიან რომელი ბრძოლა არაუზიოთ, რომელიღაც ბრძოლა იყო სამარიუსი დაამარცხეს, ხო? ანუ გერმანელები ობიექტურად რთული მოწინააღმდეგეები იყვნენ ბევრი ფაქტორის გამო. და პარტიას რომი თავიდან ძალიან უფრთხის, ანუ ეს კრასუსის მარცხის ტრავმა სანამ მიყვება, აი პირველი საუკუნე არის მაგალითად ეს პარტიასთან მუდამ მორიდების და მუდამ სიფრთხილის საუკუნე. და ტრაიანეს შემდეგ, როცა ტრაიანე პრინციპში ვერ შეინარჩუნებს პარტიას, მაგრამ მწარე დამარცხებს, ხო? და ქტესიფონს იღებს. ქტესიფონს იღებს და მეორე საუკუნის ბოლო 50 წელი საერთოდ ვისაც არეზარება ყველა ქტესიფონს იღებს, ლუციუს ვერუსი და ასე შემდეგ. ანუ იცვლება პარტიის მიმართ დამოკიდებულება. სასანიდური ირანი ბევრად უფრო დიდი პრობლემა იყო, იმიტომ რომ ჯერჯი რომი ბევრად სუსტია და სასანიდური ირანი ბევრად ძლიერი. ანუ ეს ჰანდიკაპი რომსა და პარტიას შორის. ეხლა პარტია არასოდეს არ ყოფილა რომის სრულფასოვანი, ანუ უფრო უხერხული მეტოქე იყო, ვიდრე რაღაც სრულფასოვანი ცივილიზაციური კონკურენტი. ხო, არა, სასანური ირანი ეყრდნობოდა ძველ ირანულ არისტოკრატიას, რომელსაც აქემენური იმპერიის აღდგენის ამბიცია ჰქონდა. ერთისელები არიან სამხრეთელები და პარტია არასოდეს არ ყოფილა ძალიან პოპულარული. პარტია მეტნაკლებად მას ელინიზებული იყო შედარებით, უფრო პროელინური იყო გარკვეულწილად. და მაგაზე ხშირად წერენ ხოლმე თვითონ ირანელი ავტორები, რომ ორი ტიპის არისტოკრატია არსებობდაო მაშინდელ პარტიასა და სასანურ ირანშიო, ერთი რომელიც უფრო მეტად ელინიზებული იყო და დასავლეთთან უფრო ახლოს იყო, მეორე რომელიც ძველ სპარსულ არისტოკრატიას ეფუძნებოდა, რომელსაც აქემენური იმპერიის აღდგენა უნდოდაო და შესაბამისად სასანურ ირანში უკვე ამან იმარჯვა მეორე ფრთამ, იმიტომ გახდა უფრო აგრესიულიც ამასთან ერთად, ხო? უფრო ცენტრალიზებულიც არის, რელიგიის უფრო სისტემური გამოყენება ახასიათებს, ანუ უფრო კარგად კრავს კონცეფცია სახელმწიფოს შეკვრის. პარტიას აქვს მუდამ შიდა პრობლემები. ანუ ეს პარტიული შიდა ბრძოლები და შიდა დინასტიური გარჩევები არის ერთი სერიალი, ხო? აი რო ჩახედო ხა პარტიის მეფე კი არის ხა ეს ვოლოგესესი მაგალითად რო დიდი ხანი მართავს, მაგრამ ხშირად პარტია ძალიან ისეთია, სუიციდურია თავისი აგებულებით. ამიტომ რომაელებისთვის უფრო უხერხული მეტოქია თავისი გეოგრაფიული ფაქტორების გამო, არის ის რომ პარტიას ძალიან დიდი სტრატეგიული სიღრმე აქვს რა. ეხლა შენი კასპიის ხომდე ვერ გაეკიდები რომაელი რო ხარ, იქ ქტესიფონი შეიძლება აიღო, სელევკია აიღო, მაგრამ იმის იქით სადმი ინდოეთამდე ვერ ჩახვალ. ხო, ინდოეთამდე ვერ ჩახვალ, ხო. და სასანიდები ბევრად მრისხანე მოწინააღმდეგეა. და აი ხა რას ვთქვით, პირველი საუკუნე თუ არის ეს პარტიასთან მორიდების საუკუნე, მერე ნელ-ნელა ყველაზე რთულ საზღვრად მიიჩნევა მაინც დუნაი, ოღონდ ეს დუნაის საზღვარი არის გრძელი საზღვარი ძალიან. ეს არის ავსტრია, შვეიცარიიდან შავ ზღვამდე, სულ მთელი ეს პანონია, მერე დაკია ჩდება. მეზია და ეს. ხო, ძალიან ბევრი პროვინცია აქვს და რომი ძალიან დიდ რესურსებს მერე ხოლმე მაგ საზღვრის დაცვაში. თუნდაც აი დაკიაც რო ქონდა დაპყრობილი რაღაც პერიოდის მანძილზე ძნელი შესანარჩუნებელი გამოდგა და დაბრუნდნენ მალე იქიდანაც რომაელები და უკან გადმოვიდნენ ისევ და დუნაი გაამაგრეს, იმიტომ რომ ეხა დაკია იმის იქით იყო და იმას არანაირი ბარიერი არ ქონდა ფაქტობრივად, რომელიც შესაბამისად ძალიან რთულს ხდიდა დაცვას ამ პროვინციისა. მაგრამ როგორც მახსოვს, მაინც დაკია რაღაც პერიოდი შეინარჩუნეს, თუნდაც იმიტომ რომ იქ ბევრი ძვირფასი მეტალი მოიპოვებოდა, რაც რომაელებს ასე ვთქვათ ეგ აკეთა ადრიანემ, რომელიც არ უყვარდათ, ანუ აი ის სივრცის რომაული აღქმა, ხო? შეიძლება შენ დაიპყრო და თან ბევრი სისხლი დაჭდა, დაკიური ომები დომიციანიდან დაიწყო და არ ყოფილა მარტივად და ეხა ჩვენს მკითხველს თუ მსმენელს რო ვთქვა, დაკია ეს არის თანამედროვე ბალკანეთი, დუნაის იქითა ბალკანეთი, რუმინეთი და მოლდოვა და რუმინეთი, მოლდოვა, ხო, აი და ძალიან რთული გეოგრაფია აქვს. შეიძლება უნგრეთის ნაწილიც. უნგრეთის ნაწილიც არის, კი. რთული გეოგრაფია აქვს, ანუ რთული ომები იყო და ადრიანემ რო უარი თქვა ამ ეუფრატესის საზღვრის გადაწევაზე ტიგროსისკენ, იმიტომ რომ ამის შენარჩუნება რთულია. ეს მისთვის ძალიან წამგებიანი იყო. თან ადრიანეს უწევს, აი ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, ადრიანეს გარანტია რომ ის არის იმპერატორი არ აქვს. ტრაიანეს ცოლი ამბობდა რომ ჩემი მეუღლე მას უჭერდა მხარს. მაგრამ არსად არანაირი ის არის. არსად არანაირი, ანუ ადრიანეს ძალიან ეშინია ომის გაგრძელება აღმოსავლეთში. ანუ ადრიანემ იქ რომი გააგრძელოს აღმოსავლეთში და რომში არ ჩავიდეს და აი ეს სოციალური კონტრაქტი ელიტებთან ვერ გააფორმოს, მან შეიძლება პირველივე მცირე წარუმატებლობის დროს დაკარგოს მართლობა. ამიტომ ადრიანე ერთი მხრივ სწორია, იმიტომ რომ სივრცეს აღიქვავს სწორად, რომ მე ვერ შევინარჩუნებ ეუფრატესის იქით
თუმცა ესეც სადავოა, ეხა თანამედროვე კვლევაში არის ხოლმე მოსაზრება რა უნდოდა ტრაიანეს. ფაქტია რომ ტრაიანე გიჟი არ იყო. არც ავანტიურისტი, არც რაღაცა პირად პრესტიჟს დახარბებული კაცი, ეს არ არის კრასუსი, რომ უბრალოდ სადღაც ომი უნდა, რომ გონია რომ იომებს მოიგებს და მისი პრესტიჟი და სახელი ძალიან გაიზრდება. ტრაიანის მამაც აღმოსავლეთის პროვინციებს მართავდა, ანუ აღმოსავლეთი არის მათთვის ოჯახური საქმე, ანუ კარგად იცნობენ. შესაბამისად, უბრალოდ ისე რომ ტრაიანე მეუფრატი გადალახა და დააწვა სადღაც არ არის ესე. არის მოსაზრება და მე მგონია რომ სწორია რომ მას უნდა ახალი დამცავი ხაზის აშენება ტიგროსი და პრინციპში კასპიის ზღვამდე, იმიტომ რომ ტრაიანემ არმენიაც აქცია რომის პროვინციად. და ანუ პროვინციების ხაზი გადმოდიოდა აი მდინარე არაქსის აუზი, მერე არმენიის მთები და უნდოდა აი კასპიის ზღვიდან რომ ხაზი გაავლო ტიგროსამდე. არის ეს მოსაზრება და არ არის სხვათა შორის მართებულობას მოკლებული. იმიტომ რომ ესე მოტივის გარეშე ამხელა ომს არ იწყებს არავინ, ხო? და დაკია ვეღარ შეელია რა, ანუ ისედაც არაპოპულარული იყო და ხა დაკიაზეც უარი უთქვა, ანუ დაკიაზე უარის თქმა ისეთ ნელ რეჟიმში წაიყვანა. არავინ ისეთი მეტოქი იმ მომენტში არ ყავდათ რომაელებს დაკიაში. განსხვავებით აღმოსავლეთისაგან, ხო? აღმოსავლეთში ხა ეს პარტიის განადგურება რომაელებმა ბოლომდე მოახერხეს მიუხედავად იმისა, რომ დაამარცხეს ის და მაშინ დაკიის მიღმა ჯერ კიდევ არ იყვნენ ხალხსადი გასახლება არ იყო დაწყებული და არც უნები და გოთები და ისინი არ იყვნენ გამოჩენილებით. შესაბამისად მაგან გამოიწვია, რომ იქიდან დაიტოვეს. მან საინტერესოა კიდე აგებულება აი პროვინციების, რაც მაგალითად აქ სადეთ რომ განგვეხილა, რომის პროვინციები არის ძალიან განსხვავებული. ყველა პროვინციის შესწავლა შეიძლება ცალკე. მაგალითად, სირი არის ძალიან მდიდარი და აქვს ძალიან განვითარებული სავაჭრო და ურბანული კულტურა. და სიტყვაზე ეს ბალკანეთის პროვინციები და ბრიტანეთი არის ღატაკი, ღარიბი, ცოტა ხალხი ცხოვრობს, ცოტა გადასახადებს იხდის, ანუ რომისთვისაც არ არის იმდენად მომგებიანი მისი შენარჩუნება. ხო, ნამდვილად. გარდა ამ პროვინციებისა და ქალაქის აგებულებისა და შემდეგ, აი ესეთი დეტალებიც არის. აქ როგორც არის ქალაქმშენებლობა, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები. ჩემს ესეთი დეტალები რაც არის, უფრო მეტად აი კულტურასაც უკავშირდება არქიტექტურა და შემდეგ, უფრო მეტად მახსენებს მე რისმა გორდეზიანის პირველ გამოცემებს ძველი ბერძნული ცივილიზაციისა, იმიტომ რომ აი იქ უფრო ამაზე იყო ხოლმე აქცენტი. ორად მოხდა თვალში, როცა რაღაცებს ვანაწილებდით ჩვენს პრიორიტეტებს, ბუნებრივია კულტურული ნაწილი უფრო ბატონი რისმაგის ავტორობით წავიდა კი ბატონო. კი, თუნდაც თამაშები, ფესტივალები, კალენდარი მაგალითად და დროის აღქმა რომში. ეს ძალიან საინტერესო მომენტია ჩემი აზრით, იმიტომ რომ დღეს ხა ჩვენთვის ძალიან გამარტივებულია იმ მხრივ რომ გვაქვს ქრისტეშობამდე და ქრისტეშობიდან, ხო? და ან ძველ წელთაღერიც ხო და ახალ წელთაღერიც ხო? მე ყოველთვის ვიყენებ ხოლმე ძველი და ახალი წელთაღერიც, ხო? იგივეა ამ შემთხვევაში. განსხვავება ამ მხრივ არ არის. მაგრამ რომაელები იყენებდნენ აბურბე კონდიტა, ხო? ანუ ქალაქის დაარსებიდან, რომელიც არის ძველ საერთო 753 წელი და ასე უწოდებენ ხოლმე ტიტუს ლივიუსის რომის ისტორიასაც თლიან მას აბურბე კონდიტა. ქალაქის დაარსებიდან. გარდა ამისა, აი რა შეიძლება ითქვას დროის აღქმაზე რომში, რა განსხვავებული აღქმა ქონდათ ისეთი, რაც მაგალითად ჩვენთვის დღეს რაღაცა უცხო არის. დროის აღქმა ზოგადად ძველ სამყაროში ძალიან განსხვავებული. ერთი არ არსებობს კალენდრის უნიფიცირება და აი საბერძნეთშიც და რომშიც შეიძლება რაღაცა 50 კილომეტრიან ქალაქებში სხვადასხვა კალენდარი ქონდეთ. ჩვენ მაგალითად ზუსტად არ ვიცით რაღაცა დიდი ბრძოლის ამბავი, იმიტომ რომ სპარტული და ატიკური კალენდარი განსხვავდება სექტემბერი იყო თუ აგვისტო ზუსტად ვერ ხვდებით. იგივე არის იტალიაში, აი ავგუსტუსი, იმიტომაც არის დიდი კაცი, რომ ძალიან ბევრ რაღაცის ცენტრალიზებას, უნიფიცირებას ახდენს, ანუ ახალ სახელმწიფოს აფუძნებს. იქამდე კეისარმა სცადა უბრალოდ კეისრის რეფორმა ავგუსტუსმა მიიყვანა ბოლომდე. ანუ რომის პირველ პერიოდში ძალიან საინტერესოა, რომ მათ აქვს ეს ანალების კულტურა, ანუ ეს რას ნიშნავს? ეს არის რომაული ისტორიოგრაფიის დასაწყისიც და ითვლიან წელს როგორ? ითვლიან კონსულებით, ვინ იყო კონსული? და იმ კონსულის ლივიუსთან არის ხოლმე ეგრე მის კონსული. იმიტომ რომ ლივიუსი ეფუძნებოდა იმ დაკარგულ ძველ ანალებს. მისი კონსულობის პერიოდში რა მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. ომი, ხანძარი და ასე შემდეგ. აი მოკლე აღწერილობა აქვს. ამიტომ რომაელების აღქმა არის ძალიან პოლიტიკური, პოლიტიზირებული დროის აღქმაც. და აი წეგან ახლა თამაშები ახსენე, ხო, თამაშებიც რა მოვლენაა. თამაშები მიმული არის
საჯარო აქტივობებთან. ანუ შენ რო გაქვს რაღაცა ლოკალური არჩევნები სიტყვაზე და აგორაშზე უნდა გამოცხადდე. ეხლა ათენში იყო მაგალითად რომ ფულს გიხდიდნენ რომ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე ყოფილიყავი, ხო? რაღაც 3 ობოლი იყო, არ იყო ბევრი, მაგრამ მაინც. და რომში ეს არის როგორ აი ქარი თამაშები არის საზოგადო ჭამასმა, არის გართობა და თან იქვე პოლიტიკური აქტივობაც, ანუ საზოგადოებრივი აქტივობაც ევმისთან. ეს ჩვენ ვსაუბრობთ ადრეულ რესპუბლიკურ რომში. და შესაბამისად ეხა ის დროის აღქმის პირველი რომაული გაგება არის ძალიან ისეთი ცოტა პრიმიტიულიც და ცოტა ლოკალურიც, ანუ აი შიდა საჭიროებებზე მორგებული. ცენტრალიზებული რომაული აღქმა იწყება უკვე იულიუსის კალენდრით და აუგუსტუსიდან და აუგუსტუსმა პრინციპში ყველა მხრივ სადა ცენტრალიზების, ანუ აი ოჯახურ სამართალში შეიჭრა, აუგუსტუსის სამართალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა რაც იყო ტრადიციაზე ან თვითმმართველობაზე მიმული, აუგუსტუსმა ცენტრალიზებულ ერთიან სისტემაში ჩასვა. ხო, აი სამართალიც თუნდაც ხო, რომაული სამართალი დღეს თითქმის ყველგან ისწავლება, სადაც იურიდიული ფაკულტეტი არის. აი რომაული სამართალი კარგია, რომ გამოყოფილი გაქვთ და განსაკუთრებულად აი საკმაოდ ვრცლად არის ამ წიგნის ყვალობაზე ამ შემთხვევაში, იმიტომ ეს ხო ძალიან ზოგადია შედარებით და უამრავი თემაა, ხო? საკმაოდ რო აქ დათმობილი და ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის, ხო? იმიტომ რომ ყველა შემდგომდროინდელი სამართალი ისევ და ისევ მიდის ხოლმე რომაულ სამართალთან, მათ შორის ნაპოლეონის კოდექსიც კი თავის დროზე იუსტინიანეს დგესტებს ეფუძნებოდა, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა ძველ რომაულ სამართალს. იუსტინიანე ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ აი ამ რომაული სამართალის აკინძა, ასე რომ ვთქვათ და ტრებონიანემ, ხო? ხო, მედიუმია მნიშვნელოვანი რომსა და თანამედროვეობას შორის. რომაული სამართალია რატომ მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ეს არის ძალიან თანამედროვე, თავისი აღქმით, თავისი კონცეფციით, სადაც არის ბრალდებელი მხარე, ადვოკატი, ანუ სასამართლო და საკმაოდ თანამედროვე ტიპის არის რომაული სასამართლო თავისი აგებულებით, ძალიან საინტერესოა და ისეთ თავისი დროისთვის ინოვაციურია, ეს ერთი. მეორე მხრივ აი აქაც ჩვენ ვთქვით, რომ რომი უნდა აღიქვა დინამიკაში. რომაული სამართლის უძველესი რომაული სამართალი ეს არის ადათობრივი, საკმაოდ ტიპური აი სამიწათმოქმედო ტრადიციული საზოგადოებისთვის, ხო? როცა ტრადიცია და ტრადიცია და ინგლისურად თარგმნო ზუსტად პრეცედენტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ანუ პრეცედენტი რაღაცა შემთხვევა მოხდა და ის პრეცედენტული სამართალი არის. რაღაცა ინგლისური სამართალი გამოხდა და რომელიც ეს შეულებითი სამართალს უწოდებენ. კი ბატონო, ზუსტად ასეთი. თუმცა ნელ-ნელა მიდის რომი ცენტრალიზების გზით. ისევ და ისევ აუგუსტუსის შემდეგ ხდება, რომ სახელმწიფო შედის იმ სივრცეებში, რაც ადრე იყო წესის, ადათის და ოჯახურ გვაროვნული ტრადიციის ნაწილი. მეორე მხრივ რომაული სამართალი ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ ცოცხალ დისკუსიას ეფუძნება ერთი მხრივ და არსებობს სამართლის აღსრულების ბევრი ფორმა, რაც ჩემი აზრით აი ძალიან ამერიკულია. ანუ ეხლა მე არ ვარ ამერიკის სპეციალისტი, უფრო შორიდან მიყვარს და მაინტერესებს, მაგრამ რომი ქმნის სამართლის წარმოების სხვადასხვა ფორმას და ინსტიტუციას, ოღონდ ესენი ერთმანეთს კი არ ავსებენ, ერთმანეთთან კონკურენტულ რეჟიმში არიან. ანუ ძალაუფლების და მათ შორის სამართლის აღსრულების ბალანსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ რომაული სახელმწიფოც ხო, ეხა ერთბაშად რო აუხსნა, ვერ გაიგებ იქ იმპერატორია კი ბატონო, თუნდაც იმპერიის, მაგრამ ძალიან ბევრი პარალელური ძალაუფლების ცენტრი არსებობს. და სამართლის აღსრულებაც ეს არის, რომ პარალელური ინსტიტუციების ზუსტად ვერ ხვდები შენ, სად გადის ზღვარი. ანუ ეს უფლება-მოვალეობები არ არის მკვეთრად გამიჩნული, ანუ ახალი ინსტიტუცია რო იქნება, ან ახალი წესი რო იქნება სამართლის აღსრულების, ძველი არ უქმდება, ძველი პარალელურად თანაარსებობს და ეს ყველაფერი ქმნის აი ამ check and balance system რასაც არსებობს, ხო? ერთმანეთის დამაბალანსებელი არის. ამიტომ ისე აი სიტყვა კომპლექსური რთული არის კარგი აღწერილობა რომის. კი, აი მე მახსოვს სვეტონიუსთან, თუნდაც, როდესაც ყოველი იმპერატორის ბიოგრაფიის აღწერისას აუცილებლად ხაზია ხოლმე გასმული იმაზე, რომ მონაწილეობას იღებდა სასამართლო საქმეების მოსმენაში. ანუ იმპერატორი მიდიოდა და ესწრებოდა, როგორ ხდებოდა, ზოგზე წერია, რომ ზოგს უფრო ნაკლებად აინტერესებდა და იშვიათად ესწრებოდა, ზოგი ძალიან ბეჯითად, ყველა იმას ხდომაზე იყო და განკარგავდა ამ საქმეს. კალიგულას ჰქონდა კიდე წინასწარ წერდა სიტყვას. ხო. ოღონდ როგორ ხასიათიც იყო იმას წერდა, რომ მიდიოდა ამ ხდომაზე
ამბობდა თავის სიტყვას ისე რომ აზრზე არ იყო იქ რა ხდებოდა. უბრალოდ ეგეთ ხასიათზე იყო რომ რაღაც გაემართლებინა და ამისგან შეშინებული მოსამართლეც ბუნებრივია რომ გადაწყვეტილებას იღებდა ისე რა სიტყვაც კალიგულას ჰქონდა. და ნუ აი ამ რაღაცა სამართლის მასხრად აგდება მისი ერთ-ერთი დიდი მანკიერებაც მიიჩნევა რომ ეს კაცი სამართალს ექცევა ისე როგორც ხო თან ზოგმა რომაელი პოლიტიკოსმა პრინციპში კარიერაც აიწყო სასამართლოებზე წარმატებული საქმეებით ხო იგივე ციცერონი გამოდიოდა ხოლმე სიტყვით კეისარიც მათ შორის მე მახსოვს რომ კეისარი როცა პირველად სცადა წარუმატებლად დამთავრდა მისი საქმე და მერე წავიდა სასწავლებლად ორატორული ხელოვნებისა ბერძენ სპეციალისტებთან რის შემდეგაც რომ დაბრუნდა უკვე ძალიან წარმატებული იყო ასეთ საქმეებში როცა იცავდა ხოლმე რომელიმე იმას ამ შემთხვევაში ბრალდებულს ან პირიქით ამ შემთხვევაში შებოდა. რიტორიკა არის რომაული განათლების აუცილებელი ნაწილი. ჩვენ ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე. სამართალს ძალიან მჭიდროდ უკავშირდება. პირდაპირ უკავშირდება და ის იურისტების, ანუ საქმის სამართლებრივად საქმის მწარმოებლების კულტურას და პროფესიას რომში ჩდება. ერთ-ერთი ციცერონი ამბობს, რომ ისეთი ორატორი იყო, რომ მეფობდა დარბაზებშიო. ანუ შეიძლება შენ ყოფილიყავი იურისტი და იმდენად პოპულარული და გავლენიანი, რომ შენზე თვითონ ციცერონი წერდა. ანუ ეს აი რომაული სამართალი არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დატვირთვის მქონე და ფუნქციის მქონე ინსტიტუცია. კი, ასევე განათლებაზეც რომ თქვათ, აი რა იყო რომაული განათლების ამოსავალი წერტილი, ან რითი განსხვავდებოდა ის მაგალითად მანამდე ბერძნული განათლებისაგან? რომაული განათლებაც იცვლება, ანუ პირველადი რომი რო წარმოვიდგინოთ, ეს არის სამხედრო ხისტი, ცოტა პირქუში, აი ცოტა ვიტყოთ ახლა სპარტსუდი შედარება სპარტასთან არ ვადარებ, მაგრამ რომის მთავარი უნარი რა არის? ყველაზე დაუფასებელი რომის ისტორიის ნაწილი არის რომის ისტორიის პირველი 300-400 წელი დაუსრულებელი ომები სხვადასხვა იტალიელ ხალხებთან. ეს არის ომები ძალიან მცირე მასშტაბის, ანუ ეს სამნიტებთან და ეთნიკებთან. ვერ აღგაფრთოვანებს, მაგრამ რეალურად რომაელების და რომაული სახელმწიფოს ხასიათი ის რომ მათ შეუძლიათ ომი იყოს არა ფორს მაჟორი, არამედ მათი ყოველდღიურობა. ეს არის მთავარი მონოპოვარი. თუმცა შემდგომ უკვე სადღაც მეორე საუკუნიდან იცვლება მთლიანად რომი, მათ შორის არქიტექტურულად და იცვლება განათლების სისტემაც. რატომ? იმიტომ რომ რომმა გაიცნო ელინისტური სამყარო. ელინისტური სამყარო იყო ბევრად უფრო მდიდრული, ბევრად უფრო დახვეწილიც კი. ხა ფილიპე მაკედონელი ამბობდა მაგალითად ის ფილიპე ბოლო მაკედონელი, ალექსანდრის მამაში არაგვერიოს რომ კაცო ესო რა ქალაქი არისო. ანუ არა და რომაელებს რო დაჭირდეთ და როცა დასჭირდათ მაკედონიისგან არაფერს არ დატოვებენ, მაგრამ ეს ელინისტური ესო რა ქალაქი არისო, კეთილმოუწყებელიო, ბინძურიო, ანუ ელინისტური სტანდარტით რომი ჯერ კიდე და მათ შორის ცოტა ის უბირი ხალხი იყო. თლად ესე ნუ გავიგებს, მაგრამ აი მარტივად რო აღქმადი იყოს ამ სიტყვით დავახასიათებდი. და ნელ-ნელა ჩდება რა ბერძნული და ელინისტური კულტურა შემოდის და მათ შორის განათლების სისტემაში. უკვე ბერძნული უნდა იცოდე, კარგია. განმასხვავებელი რა არის? განმასხვავებელი არის ერთი ის, რომ ბერძნებს უფრო მეტი აქცენტი ჰქონდათ მაგალითად მუსიკაზე, მაგალითად ფილოსოფიაზე და რომაელებს უფრო მეტად აქვთ განათლებაში ისეთი პრაქტიკული საჭიროებების და მეორე ერთ-ერთი დაუფასებელი რაღაცა, რაც შეიძლება ბოლოსკენ მივდივართ და არ მინდა რომ დაგვეკარგოს, არის ის რომ რომი არის ძალიან თანამედროვე, იმიტომ აქვს ძალიან სერვისული ეკონომიკა. ცოტა რთული სიტყვა განმარტა. ანუ რომში არსებობს თანამედროვე ტიპის ათასობით სხვადასხვა პროფესია, ხელოსნების, ვაჭრების, ანუ მარტო მომსახურეობითი ეკონომიკა აქვს. ანუ აგიტომ არის ეს მიწათმოქმედი რომი გარდაიქმნა მომსახურე ეკონომიკის რომად. ანუ რომში რომ მიდიხარ, ეს არის აი დღესაც რო თანამედროვე ქალაქში გადიხარ და სულ პატარა სახელოსნო მაღაზია, რაღაც წარმოება. შესაბამისად რომში ჩდება პროფესიული ხელოსნების და პროფესიული ვაჭრების და პროფესიული სერვისის კასი. რაც გილდიების მაგვარია. კი, პროფესიული აი ხა წარმოვიდგინოთ რომ მილიონიან ქალაქს იმდროინდელი გაგებით მარტო მომარაგება საკვების კუთხით რა ჭირდება, ხო? ეს არის 1000 ტონის ყოველ დღე ქალაქში მიწოდება. შესაბამისად, ახლა ამას ჭირდება მარტო გადამტვირთავი სხვადასხვა სახეობის. ვიღაცა ზურგით ტვირთავს, ვიღაცა ცხენით, ვიღაცა ესეთი ეტლის და რა, უფრო ვიტყოდი ურმის ტიპის სხვადასხვა არსებობს იმაშიც კიდე.
რამდენი ტიპის საქონელი ჭირდებათ რომაელებს და მაგალითად იყო ფეხსაცმლის ხელოსანი იყო 10 სხვადასხვა ტიპის სახეობის. გამოსასვლელი ფეხსაცმელი, ქალის ფეხსაცმელი, ჯარისკაცის ფეხსაცმელი და იწყება ეს სპეციალიზება, რაც არის ძალიან თანამედროვე და ძალიან რომაული და სხვა ანტიკურ ქალაქებში და პრინციპში ალბათ შუა საუკუნეებშიც ესეთი სპეციალიზაციის მაღალი ხარისხი არ გვაქვს. ფაბრიკები იყო ფაქტობრივად, რასაც უწოდებდნენ ხოლმე ფაბრიკე, რომელები რომელშიც იარაღით და ეს სხვადასხვა ნივთებით ასაცმელი და შემდეგ მზადდებოდა ხოლმე მასიური წარმოება ხდებოდა, იმიტომ რომ მაგალითად იგივე ნოტიცია დიგნიტატუმში გვიანდელი მეოთხე საუკუნის ბოლოს რომაული ისაა ხო, აი აღწერა არის, ასე ვთქვათ, სტატისტიკა ჯარების ასე შემდეგ ყველაფრისა და იქ ასევე მითითებული არის რომელ ქალაქებში და ადგილებში არის ეს ფაბრიკები, სადაც მზადდება ესა და ეს საჭიროების ნივთები, რომელიც მე ჯარს სჭირდება ამ შემთხვევაში თუ სხვადასხვა სამოქალაქო ბაზრები, მაგალითად არის საქონლის ხორცის ბაზარი ცალკე, არის თევზის ბაზარი, ანუ სპეციალიზება და ძალიან ბევრი არის მცირე ბიზნეს რასაც ეძახიან. ვიღაცა ცხოვრობს მეორე სართულზე, პირველ სართულზე აქვს რაღაც ოჯახური პატარა საწარმო, სადაც თვითონ არის დასაქმებული მონათლობელური საზოგადოება, შეიძლება მონები ყავდეთ. ჩვენთან ახლა ეს პოპულარული აზრი არის, რომ ფიქრობენ ხოლმე, რომ ესეთი დიდი რომაული მშენებლობებში გამოიყენებდნენ მონურ შრომას. არა და მონური შრომა უფრო საოჯახო შიდა მეურნეობაში გამოიყენებოდნენ და პირიქით მიიჩნეოდნენ, რომ სახელმწიფოს რო ყავდეს ბევრი მონა, ამათი შენახვა ჩვენ გაგვიჭირდება. თუნდაც აი ეს დიდი მშენებლობების დროს არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის მშენებელი და დღეს აი აუთსორსზე გაგვაქვსო, ხო? ანუ არსებობს კონტრაქტორი, ეს კონტრაქტორი მიდის, მერე სხვადასხვა გილდია ახსენი. არსებობს პროფკავშირები სხვადასხვა ტიპის მშენებლების, მერე შენ უკავშირდები ამ მშენებელს, იმას მოყავს მაგალითად რაღაცა გზის დამგები, ან მარმარილოს ხელოსანი. ანუ ძალიან თანამედროვეა თავისი აგებულებით, რომ ისე რომ ალბათ სადღაც მე-19 საუკუნემდე ესეთი თანამედროვე ქალაქი თვითონ, ერთია იმპერია და მეორე თვითონ ქალაქი, ხო? ახლა იმპერიაში ხა დაკიაში რო წასულიყავიან ბრიტანეთში, ძალიან მეეჭობა რომ იგივე გენახა რაც რომში ვერ ნახავდი, ძალიან განსხვავებულია. თვითონ ქალაქ რომის დინამიკა და ცხოვრების წესი არის ძალიან თანამედროვე და ამავე დროს ძალიან მრავალფეროვანი. კი. ჩვენ მცირედ უნდა ვახსენოთ რომაული რელიგიაც, იმიტომ რომ ასე არ გვილაპარაკე აქამდე ხოლმე და მოკლედ რომ განსაზღვროთ, აი რა შეიძლება ერქვას რომაულ რელიგიას, იმიტომ რომ კი ბევრს წარმოდგენა აქვს, რომ უბრალოდ ბერძნულიდან დაკოპირებული არის, მაგრამ არ არის ასე ხო რომაული რელიგია? არ არის, ეს არის ბერძნულიდან გადმოტანილი, მორგებული ლოკალურ რომაულ ადათს და ტრადიციას. ეხლა ფარსმანი ახსენე და რატო მოხდა ის, რატო დადგა იქ, ეს არის ბელონას ტაძარი. და ბელონა არის სამხედრო ღვთაება, ომის ღვთაება არის. და რაც თავარია ცხენოსანია. ანუ აი რომაელების აღქმით იბერიელები ხო ძირითადად ცხენოსნები არიან და რომაელებს თავისი ცხენოსანი ჯარი არ ყავთ მაგალითად და ანუ აქაც სიმბოლოდევს. მოსაზრების დონეზე მაინც შეიძლება არსებობდეს. ამიტომ რომაელები ძალიან კარგად ახდენენ ხოლმე კი ბატონო ეს ბერძნულ მითოლოგიას და ბერძნულ რელიგიურ წარმოდგენებს ეფუძნება, თუმცა მე ხდება ამისი რომანიზირება და ანუ დაკოპირებული კი არ არის, რომაულ კონტექსტშია გადატანილი. და თან უკვე იმპერიის ეპოქის რომში არის ძალიან დიდი რელიგიური მრავალფეროვნება და გარკვეულწილად თავისუფლებაც. ეხლა ყველაზე ხშირად ჩვენ რომზე გვახსენდება რაღაც ქრისტიანების წამების და ჩაგვრის ამბავი და ამას აქვს თავისი კონტექსტი. ეს კონტექსტი არის რომაელების ძალიან რთული დამოკიდებულება იუდეველების მიმართ. იუდია არის რომის ყველაზე ურჩი და რთული პროვინცია, რომელშიც ძალიან ბევრი რომაული სისხლი არის დაღვრილი და ითვლება და მიიჩნევა, რომ რომაელებს ებრაელებმა სისხლი გაუშვეს. და მაშინდელი იუდია არ არის დღეს რო ისრაელს დახედავს. მაშინდელი იუდეველები ცხოვრობენ ალექსანდრიაში, მთელი ერთი უბანი, ალექსანდრიის დიდი უბანი, სუხუთი უბანი იყო იუდეველების. კვიპროსზე ცხოვრობენ, თანამედროვე დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამიტომ ქრისტიანობის მიმართ რომაელთა დამოკიდებულებას მათთვის გარდა იმისა, რომ კულტურულად უცხოა, თან ახლავს იუდეველების მიმართ ცუდი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ამ მსოფლიო იმპერიაში, სადაც მართლა რომის პროვინციად გახდომა რამის იყო ესეთი ძალიან პრესტიჟული საქმე, იუდია არაფრით ამას არ ეგუებოდა. თუმცა ქრისტიანების გარდა რომში ჩვენ უკვე პირველ საუკუნეში მაგალითად გვხვდება ძალიან ბევრი სხვადასხვა კულტები, ფილოსოფიური მიმდინარეობები, ანუ ეს რელიგიური თავისუფლება, ტრადიციული რომაული
რომაულ ბერძნული რელიგიის მიღმა არის ძალიან სახასიათო რომისთვის. თან არის არა მარტო ბერძნული, არამედ რომაული ღვთაებებიც არის მათ შორის, ხო, ადგილობრივი იანუსი მაგალითად, თუნდაც რომაული ღვთაება. ძველი ეტრუსკული ტრადიციაც შემორჩენილია, ძველი იტალიკური ტრადიციაც შემორჩენილია, მაგალითად კაპიტოლიუმზე იდგა ეს ყველაზე ცნობილი ტაძარი იუპიტერის, ამიტომ ზევსია, მაგრამ ეს არის იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსი, ანუ ზევსის რომანიზირებული ვარიანტი, რომელიც უმაღლესია. ხო, უმაღლესი და საუკეთესო. და ხა იანუსი რაც ახსენე, ეს აბსოლუტურად რომაული მონაპოვარია, ხო? ორსახოვანი ღვთაება, რომელიც ვიცი რომ იანუსის კარიბჭე, როგორც მახსოვს, რომში რომელსაც აღებდნენ ხოლმე, როცა ომის ის რო განისაზღვრებოდა, მაგეთი ღია იყო და დახურული იყო ეს კარიბჭე, ხო? იანუსის კარიბჭე. ეს აბსოლუტურად რომაულია, ამის ანალოგი ბერძნულ სივრცეში არ გვაქვს. ხო, აშკარად არის ხოლმე რომაულ წესჩვეულებებში და რელიგიაში ესეთი რაღაცები, რაც ბერძნულში არ ხვდება, აქვს თავიანთი ამ შემთხვევაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ რომაულ რელიგიას მაინც თავის ხასიათი აქვს განსხვავებული ბერძნულისაგან. და რაც შეეხება უცხოურ კულტებს, ხა აღმოსავლეთიდან ჯერ მარტო რამდენი კულტი შევიდა რომში დამკვიდრდა, მათ შორის ეგვიპტური კულტები მახსენდება, მათ შორის ისიდა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, მითრა აღმოსავლეთიდან, რომელიც რომაულ ჯარში განსაკუთრებით პოპულარული იყო და ბრიტანეთშიც კი მიაღწია, მახსოვს რომ აი ადრიანის კედელზეა ნაპოვნი მითრაიზმის ნიშნები, ხო, წარმოვიდგინოთ ხან ამხელა სივრცეში ხდება მისი გავრცელება, მაგრამ რომის იმპერია ეს რელიგიები ვერ გავრცელდებოდა. ქრისტიანობაც ახლა რეალურად რომმა ერთი მხრივ განაპირობა ის რომ ქრისტიანობას ბევრი ხელოვნური ბარიერი აუშენა თითქოს, მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად იმპერიულ სივრცეში თვითონ გავრცელა საბოლოოდ. ზუსტად იმ სივრცეში, ანუ რო არ ყოფილიყო რომის იმპერია, ქრისტიანობის გავრცელებაც იმ სივრცეში და იმ ფორმით პირველ რიგში იმიტომ რომ ქრისტიანობა ექსპანსიური რელიგია არ იყო, ამ შემთხვევაში ძალით არ ხდებოდა მისი გავრცელება, რას გულისხმობ, რომ დაპყრობითი ომით არ ხდებოდა ისლამის შესვლა, ხო? ხო, ამიტომ არის რომ ქრისტიანობა ის რომ კონსტანტინე მიიღო ამ შემთხვევაში, ანუ უბრალოდ მილანის ედიქტი გამოსცა და მე შემდგომში თეოდოსიუსის დროს სახელმწიფო რელიგიად აქციეს, ამან გამოიწვია მასიური გავრცელება უკვე მთელი იმპერიის ფარგლებში და არა იმა რომ აი იარაღიზალი ჩადიოდნენ სადღაც მაგალითად და რელიგია შექონდათ, ხო? პირიქით ახლა ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, წეგან ახლა კავკასიის მაგალითი ვახსენეთ და ადრეული ქრისტიანობა და მაგალითად ეს ირანული ზოროასტრიზმი ძალიან კარგად თანაარსებობს. კი. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ აი ცოტა შუა საუკუნეების რელიგიური ომების სტილში, ხო რომ აი ვერ შეგუება თითქოს. ანტიკურ სამყაროს ეს რელიგიური თავისუფლების საკმაოდ მაღალი ხარისხი ახასიათებს და საქართველოს ტერიტორიაზეც გვაქვს ჩვენ ეს თანაცხოვრების მაგალითები. კი ბატონო, ნამდვილად. აი შენ თქვი რომ რომაელებს ეკონომიკის რაღაც ესეთი განსაკუთრებული არაფერი შეუმატებიათო, ხო? ხო, ახლა ფილოსოფიას რო სწავლობ, დაუშვათ. ან სამხედრო საქმეს ხვდები რომ იქ რომა ახლა რაღაც ისეთი სიახლე თუ ისეთი განვითარების იმ ეტაპს მიაღწია, რომ დღემდე აქტუალურია. ეკონომიკა ზოგადად მაინც უფრო თანამედროვე მეცნიერებაა და ახლა ვერავიზე ვერ იტყვი, რომ 2000 წლის წინ შექმნა თუმცა რომაული ეკონომიკა არის ძალიან საინტერესო. ახლა წეგან რას ვთქვი? პირველ რიგში ეს არის სერვისული ეკონომიკა, ეს არის ურბანული ეკონომიკა, რაც იშვიათია ხოლმე ძველ დროში და ბევრი სხვადასხვა ასპექტისგან შედგება და ძალიან საინტერესოა თვითონ აი ბიუჯეტი რამხელა იყო რომის, რომელი პროვინცია რამდენს იხდიდა, რამდენი იყო ერთი რომაელის შემოსავალი. ძალიან დაბალი გადასახადები იყო, მაგრამ სოციალური თვალსაზრისით რომში ცხოვრება ძალიან კარგი იყო, ვერ იტყვი ახლა მაშინ სოციალურად. ხო, ისიც მახსოვს, რომ თვითონ რომის იმპერატორებსაც კი ჰქონდათ ხოლმე ფინანსური პრობლემები და მაგალითად მარკუს ავრელიუსმა ავეჯირო გაყიდა თავისი სასახლიდან, რომ მე სამხედრო ხარჯებისთვის გაიყო თან. სამხედრო ხარჯი იყო ყველაზე მთავარი. რეალურად მესამე საუკუნის კრიზისს რა იწვევს, ხო, რომ ანუ ძალაუფლების წყარო ხდება ჯარი, მუდამ იზრდება ჯარი და მისი ანაზღაურება ისე რომ ეს არ არის ჰარმონიზირებული რომის შემოსავლებთან. ანუ შენ ზრდი ჯარს და ზრდი გასავალს ისე რომ არ იზრდება შემოსავალი, ხო? ანუ ბიუჯეტში სულ გარღვევა გაქვს. მერე გამოიწვია მაგან ინფლაცია რომის იმპერიაში და ძალიან მძიმე მდგომარეობას ჩააგდო საბოლოო ჯამში. დიოკლეტიანემაც კი ვერ უშველა ინფლაციას. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავი, რომელთაც შეუძლია პრინციპში ჩვენს დავამთავროთ და შევაჯამოთ, არის რომაული ცივილიზაციის მემკვიდრეობა და გავლენები პოსტანტიკურ ევროპაში. ეს კარგია ჩემი აზრით რომ შეიტანე ძალიან ამ წიგნში, იმიტომ რომ რეალურად ამბობენ ხოლმე რომ რა გვაქვს რომაელებისგან დარჩენილი, ხო? რატომ არის რომ რომი დღეს ყველა მეცის ყველა ფიქრობს რომზე და ასე შემდეგ. რომი ალბათ არასოდეს არ მომკვდარა იდეის დონეზე მაინც.
რაღაცა ეხა ეს ხუმრობა ხო რაღაც make Roman Empire great again ანუ ხუმრობა მაგრამ რაღაც სიმართლის მარცვალის არის ანუ გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი იმპერიას ქონია სწორება რომზე და ეხა აღარ მიუყვეთ ამ ამბავს უმეტესობას კულტურული თვალსაზრისით ენობრივი თვალსაზრისით ხო ლათინურ ენას დაეფუძნა ყველაფერი საერთოდ მთელი დასავლურ ევროპული განათლება და ამავე დროს კულტურული თვალსაზრისითაც მთელი ბერძნული კულტურის ესეთ ჯერ რეციპიენტი და მე გადამცემი იყო რომი რო არ ყოფილიყო რომი ბერძნული მიმღები და გადამცემი კი ბატონო უდიდესი ნაწილი არ შემოხვდებოდა ანუ ჩვენ ანტიკურ კულტურას ძირითადად ვეზიარეთ რომაული ინტერპრეტაციით მათ შორის ბერძნულსაც და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც ხმენ და ბატონოს ფაქს სულ დავაქონდა ის უფრო ელინისტი იყო და მე უფრო რომანისტი და ამიტომ ყოველთვის მას უფრო ბერძნები ძალიან რო გავამარტოთ მას უფრო ბერძნები უყვარდა და მე რომაელები ხოლმე და ბერძნულმა კულტურამ შექმნა ძალიან ბევრი და აბსოლუტურად უნიკალური რამ უფრო მნიშვნელოვანი რაც შეიძლება რომაელებმა შექმნეს თუმცა რომს აქვს ერთი რომ მასშტაბი აბსოლუტურად მეორე აქვს მრავალფეროვნება და აი ხა ჩვენ გზებზე ვლაპარაკობდით ხო მაგალითად შევეხეთ ან ლოჯისტიკას შევეხეთ ან ძალიან ბევრი რაღაცა გზების თანამედროვე სისტემაც ეფუძნება პირველ რომაულ გზებს ხო რაღაცა სანიშნე როგორ უნდა გააკეთო როგორ გეუბნება რომამდე რა მანძილია ანუ რომმა შექმნა სოციალური ისტორიის კუთხითაც ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა რაც შემდეგ უკვე თანამედროვე სოციალური ისტორიის საფუძველი გახდა სამართალიც მათ შორის სამართალი აუცილებლად პოლიტიკა როგორც ხდება ზოგადად და აბსოლუტურად აი ყველაფერი თანამდებობების სახელწოდებებიც კი და რა ვიცი ელემენტარული სამართლებრივი ტერმინები და ყველაფერი ისევ და ისევ მიდის რომაულ საფუძვლებზე დგას ამ შემთხვევაში ხო ყველაფერი რაც მერე შეიქმნა ევროპაში მაინც თავის მხრივ ეფუძნებოდა იმას და ძალოვნებად ვითარდებოდა იმ საფუძვლიდან რომელიც რომა შემოყალიბდა რესპუბლიკანიზმის იდეა თვითონ ხო რესპუბლიკანიზმის იდეა განმანათლებლობიდან რასაც უბრუნდება ფილოსოფია ისტორია ყველაფერი ისტორიოგრაფიაც პრინციპში იმიტომ ბერძნული ხო მის საფუძველში მის წიაღში ვითარდება ამ პერიოდში ასე რომ რაღაცნაირად იყო რომი ჩემთვის არის ანტიკური ხანის შეჯამება ანუ ანტიკურობაში რაც რამე გაკეთდა შეიქმნა შეაჯამა რომა შემოინახა და საბოლოო ჯამში მე თანამედროვე ცივილიზაციას გარკვეულწილად დაეფუძნა რომაულ ცივილიზაციას, რომელიც მისი ისა ხო რაღაცა ხო, ან თანამედროვე ევროპული კულტურა რო დგას ანტიკურ საფუძველზე, ოღონდ ანტიკური საფუძვლის უდიდესი ნაწილი არის, რაც წეგან თქვი, რომანიზირებული ვარიანტით შემორჩენილი, ეს აუცილებლად ასეა. ხო, ახლა ჩვენ კიდევ აღარ ვისაუბრე რომაულ ლიტერატურაზე, რომაელები ძალიან დიდი მწერლებიც ყავდათ თავისი დროისთვის, ხო, პოემებიც აქვს დაწერილი მთელი რიგი პოეტები, პირველ საუკუნეში, ანუ რომს წეგან თქვი, რომ ბერძნულ ლიტერატურას აქვს ხო პირველ საუკუნეში არის ოქროს ხანა და ძალიან საინტერესოა რომაული ლირიკა სიტყვაზე შეიძლება და ჩემი პირადი აზრით უკეთესიც არის უფრო იოლადაც იკითხება და უფრო თანამედროვეც არის ვიდრე ბერძნული ეხლა რო წაიკითხო არქილოქოსი ან ტირტეოსი თუ არ გიყვარს მაინც და მაინც მე ეჭება თანამედროვე მკითხველმა ეხლა საღამოს ჩაიზე არქილოქოს კითხულობდი მაგრამ ყველას ურჩევ წაიკითხოს ოვიდიუსის ან კატულუსის ლექსები პოეზია ვერგილიუსი კიდე ცოტა რთულია ხო კი ვერგილიუსი ძალიან მონუმენტურია და რომაელი ჰომეროსია და ვერგილიუსი აბსოლუტური მწვერვალია თუმცა რთული ავტორია კატულუსი ან ოვიდიუსი რო წაიკითხო აი მათი სასიყვარულო პოეზია არის ძალიან თანამედროვე, ძალიან ლაღი, ძალიან თავისუფალი. ანუ ლიტერატურული თვალსაზრისითაც რომი არ არის საბერძნეთის რაღაც ცუდი გადამღერება. მთელი რიგი მიმართულებით ცოტა გვიან შექმნეს უბრალოდ და აი ბერძნული ლიტერატურის სისტემურობა არ აქვს. დრამა, ეხა ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რომაული დრამა არის ესქილე სოფოკლე ევრიპიდე არისტოფანე მართლა ოქროს ფონდი ეგეთი არ ყოფილა არასდროს მაგრამ სენეკა როგორც სენეკა აღწერს ძალაუფლების დამღუპელობას ძალადობას ტირანიას როგორი ნატურალიზმი აქვს სხვათა შორის სენეკას ბევრად უფრო მეტი ნატურალიზმი აქვს ვიდრე თუნდაც ევრიპიდეს ეგ ზოგადად რომაელებს ახასიათებს ჩემი აზრით რა არიცი ბერძნების განსხვავებით რომლებიც კიდე ალამაზებენ რაღაცას რომაული ყველაფერი ლიტერატურაც ისტორიაც უფრო ბრუტალური და რეალისტური არის ხშირად ხო ხანდაკებას შეხედეთ
ჯერ მარტო აიღეთ რომაული ქანდაკება პირველი საუკუნისა და შეადარეთ კლასიკური ხანის ბერძნულ ქანდაკებას, რამდენად იდეალიზებულია ბერძნული და რამდენად რეალისტურია რომაული. სადაც თითოეული ნაოჭი, ნაკლი თუ ასე შემდეგ გამოხატული არის, ისე როგორც ეს იყო. მე მაგალითად აი რომის აღქმა ამ მხრივ უფრო რომისადმი უფრო ესეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ჩემთან უფრო ახლოს არის. ამით, იმიტომ რომ მე ზოგადად რეალიზმს ვანიჭებ უპირატესობას და ბერძნული ცოტა უფრო იდეალიზებული არის ხოლმე მასთან. იდეალიზებული არის სკულპტურა კი ბატონო, ბერძნული ძალიან დიდი არის, თუმცა ხო გითხარ, აი ლირიკა მაგალითად რომაული ლირიკა იმდენად თანამედროვეა, რომ კითხულობ შეიძლება გასართობად, ანუ სიამოვნების, ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად წაიკითხო, კატულუსის ძალიან კარგი თარგმანი გვაქვს ქართულად, ოვიდიუსიც გვაქვს და გალაქტიონს რო კითხულობდი, იმიტომ რომ ის სიამოვნო, რომაული მწერლობითაც ის სიამოვნებ. კი, ნამდვილად. ასე რომ ყველას ურჩევ რა, რომაული ლიტერატურის წაკითხვას, ისტორიული წყაროებისაც მათ შორის, ჩვენ გვაქვს სალუსტიუს კრისპუსი, ტიტუს ლივიუსის ომი ჰანიბალთან არის გამოცემული, მაგრამ ეს ნაწილი ტაციტუსი სამწუხაროდ არ გვაქვს სრული გამოცემა ხო ჯერჯერობით. გავამატებს ბევრ რაღაცას. ხო, კასიუს dio და ასე შემდეგ, თუმცა საქართველოს შესახებ რაც აქვს დაწერილი კავკასიაზე შემდეგ ეს ნათარგმნი არის და ასევე გირჩევთ გაეცნოთ ამასაც აპიანეს მითრდატული ომებიც, თუნდაც შეგვიძლია ჩავთვალოთ რომაულ მასში ხო. მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია აპიანეც იგივე წარმოშობით. ერთ რაღაცას დავამატებდი ლიტერატურაზე და მათ შორის ისტორიოგრაფიაზე და განსაკუთრებით. ბერძნული სამყაროს აღქმა არის ძალიან კონცეპტუალური. და რომაული სამყაროს აღქმა და ეს არის მისი დიდი ღირსებაც, ხო? ანუ პირობითაც ბერძენს შეუძლია შექმნას ანტიგონეს სახე, რომელიც არის ერთმართველობის და ინდივიდის დაპირისპირების მარადიული სიმბოლო. სულ აქტუალური იქნება. რომაული ლიტერატურაც და სამყაროს აღქმას და მხატვრული კულტურაც უფრო ნაკლებად კონცეპტუალურია, მაგრამ უფრო მეტად ირეკლავს თავის ეპოქას. მაგალითად ერთ-ერთი ცოტა ის ღიმილით დავასრულოთ, არის პროპერციუსი, ესეთი ავტორი, რომელიც წერას იწყებს 30-იან წლებში, ანუ სამოქალაქო ომების ბოლო პერიოდში და წერას ასრულებს 20-იან წლებში, უკვე ავგუსტუსის პერიოდში. და 30-იან წლებში ეს კაცი ლაპარაკობს მშვიდობაზე, ამბობს, რომ მას რომში აღარ უნდა ცხოვრება და მისი ერთადერთი ოცნება არის თავის პოეზიაში, ერთადერთი ოცნება არის თავის საყვარელ ადამიანთან ერთად წავიდეს სოფელში, რაიმაში, ბუნების წიაღში, აი ეს პასტორალურ ბუკოლიკური იდილია რაც არის, იცხოვროს ამბიციებისგან თავისუფალმა და ზუსტად 1-5 წელი გადის, ავგუსტუსი იგებს აქციომის ბრძოლას და პროპერციუსის პოეზიაში ჩნდება ესეთი მოტივი, რომ ეხა მე უნდა გავყვე ავგუსტუს თავის სატყოს მიმართავს, ვისთან ერთადაც მარტო უნდა დარჩენილიყო და არაფერი ცხოვრებაში არ უნდა და მე შენ მომიწევს დაქტოვო და ავგუსტუს უნდა გავყვე პართიაში და ინდოეთში საომრად. ანუ ამისი ამბიცია რომ ანუ რის თქმა მინდა რომ ნაკლებად არის მსოფლმხედველობითი თუ ისეთი პრინციპული, მაგრამ ძალიან მარტივად ირეკლავს რომში რა ხდება. ანუ 5 წლის წინ ეს კაცი მშვიდობაზე წერდა და არაფერი არ მინდა და მარტო ჩემთვის უნდა ვიცხოვრო, 5 წელიწადში შეიცვალა მისი აღქმა, მისი პათოსი, მისი იდეალები, მისი სურვილები. ამ ხრივ რომაული მწერლობა შეიძლება უფრო საინტერესოც იყოს, იმიტომ რომ უფრო ახლოს არის რა ხდება მის გარშემო. კი, ნამდვილად. ხო, ასევე მე არ მიხსენებია, მაგრამ სტოიკურ ფილოსოფიაშიც დიდი წვლილი აქვს რომაელებს, განსაკუთრებით მარკუს ავრელიუსის ფიქრებს გავიხსენებდი, შენგან უკან ახსენებ სენეკას თავისთავად, რომელიც ასევე ამ მართულებას მიეკუთვნება და რა ვიცი, გირჩევთ ყველას საბოლოოდ რომ წაიკითხოთ ეს წიგნი რისმა გორდეზიანის და ჩვენი დღევანდელი სტუმრის ერთობლივი ნამუშევარი რომაული ცივილიზაცია და ამჯერად ბევრს უკეთეს ქართულ ენაზე ვერ წაიკითხავთ. ფიქრობ, რა ვიცი, საკმაოდ ესეთი მრავალფეროვანი ეპიზოდი გამოგვივიდა, ბევრ ამას მივედმოვედეთ რომის შესახებ, იმიტომ რომ ზოგადი თემაა ძალიან რომაული ცივილიზაცია. მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. წარე პოდკასტის მსმენელს შევახსენებ, რომ გამოიწერონ არხი, მოიწონონ ჩვენი ვიდეოები და მომავალ ეპიზოდში დაგიბრუნდებით რამე საინტერესო თემით. ნახვამდის. მადლობა მოწვევისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და გისურვებთ წარმატებებს. ნახვამდის, გემშვიდობებით.